მოგესალმებით, დადგა კიდევ ერთი მაზეგ 2026 წელსაც და კიდევ ერთი ეპიზოდის ჩაწერის დრო მოვიდა. შესაბამისად, მე ანა ცხოვრებავა და ჩემი თანაწამყვანი ამ პოდკასტის გიორგი ბურდული, მოგესალმებით და დავიწყებთ ახალ ეპიზოდს. მოგესალმებით მეგობრებო, წელს პირველად მინდა ვახსენო, რომ ჩვენ ვიმყოფებით ციფრული კონტინგენტის სტუდიაში, სადაც ძალიან მაგრად გვემსახურებიან და უწევენ პოდკასტს მენეჯმენტს თავიდან ბოლომდე. ასევე მინდა ვახსენო, რომ აუცილებლად უნდა გამოიწეროთ ჩვენი არხი, თუ ჯერ ასე არ გიქნიათ და აღარ გავაგრძელებ ბევრს, დღევანდელ თემას დაუბრუნდები. დღევანდელი თემა გვაქვს ფსიქოლოგია, მომავალი, ურთიერთობები, AI და ბევრი ძალიან მაგარი ამბავი. არ გამოტოვოთ ეს ამბები და ასევე ყავს ძალიან მაგარი სტუმარი დღეს, რომელიც არის ფსიქოლოგი ელენა ფილიევა. Hi, welcome. მოგესალმებით. თურმე აღმოჩნდა რომ ჩაი მქონდა მე და ელენას მქონდა ყავა და გავცი რას მანიშნებდა. მე ხო ისე ვარ რომ ეს რა ხდება. მიაჭახუნეთ ჭიქები. როგორც ხოდა ჩვენ გაგვიმარჯოს რომ მე წარმოსახვითი ყანწით მოგიჭახუნეთ. Welcome. როგორ ხარ აბა? მოგესალმებით პირველ რიგში. მინდა მოგილოცოთ ეს წამოწყება. ვუყურე რამდენიმე პოდკასტს და ძალიან მომეწონა. ძალიან დიდ მადლობას გიხდით რომ მე მომიწვიეთ, განსაკუთრებით ესეთი ტოპ მენეჯერების შემდეგ და ძალიან მაინტერესებს დღეს რა იქნება. და იმედი მაქვს ძალიან პროდუქტიული პოდკასტი გამოვა, იმიტომ რომ ბევრი გვაქვს სათქმელი ალბათ მეც და თქვენც ბევრი რამ გაინტერესებს. ძალიან ბევრი კითხვა მაქვს პირადად მე. მოდი, განვმარტოთ ტოპ მენეჯერები ვახსენოთ და რეალურად აქამდე მართლა ძირითადად ბიზნესის წარმომადგენლები, ბიზნესის თვალსაჩინო თუ აღმასრულებლები ან დამფუძნებლები ან რაღაცა ესეთი ტიპის სტუმრები ყავდა. რაც ძალიან საინტერესო იყო ასევე, მაგრამ გადავწყვეტეთ, რომ ადამიანური თემებიც, აი, ყოფითი თემებიც უნდა შემოვიტანოთ უფრო მეტად ჩვენს პოდკასტში, მომავალთან კონტექსტში, ხო, აი, ურთიერთობების დონეზე და მით უმეტეს, როცა ტექნოლოგიები ესე ძლიერად იჭრება ჩვენ ყოველდღიურობაში, რაც ურთიერთობასაც ცვლის და სწორედ ამიტომ გადავწყვეტეთ, რომ იდეალური სპიკერი იქნებოდი ამ თემისთვის. ძალიან დიდი მადლობა. ნახოთ. სულ თავიდან რო დავიწყოთ რაღაცა იმის ახსნით, საერთოდ თერაპია რაში ჭირდება ადამიანს და ფსიქოლოგი რაში ჭირდება და ეს თერაპია რა არის ზოგადად. აი, ბევრ ადამიანს აქვს რაღაცა ესეთი წარმოდგენა, რომ ვაიმე მე არ მივალ ფსიქოლოგთან, ვაიმე თერაპიაც არ იცის რეალურად რა არის. ხო, ბევრს გონია, რომ თუ ფსიქოლოგთან მიდის, ესე იგი ავად არის. ხო, ავად არის და რაღაცა ტაბუდადებული თემა და რაღაცა ძალიან ცუდია ეს საშინელება ხდება რაღაც შენ ცხოვრებაში და მარტო მაგ შემთხვევაში უნდა მიხვიდე ფსიქოლოგთან და მოგვიყევი აბა თერაპია ზოგადად. ხო, ანუ სტერეოტიპები ძალიან ბევრი არსებობს, ეგ ერთთან, ანუ ფსიქოლოგი რაც წარმოუდგენიათ ადამიანებს, ეგ კიდე საინტერესო თემაა, იმიტომ რომ ზოგს გონია რაღაც დაქალი, პირობით მეგობარი თუ ყავს, რაღაცი გჭირდება ფსიქოლოგი. ან AI თუ ყავს. მაგაზე აუცილებლად ვისაუბრებ დღეს, იმიტომ რომ აღარ შემიძლია მარტო. ანუ აი აღარც კი ვიტყვი არა. გიორგის relationship-ი. დაშორდით. მე მინდა რომ ერთ-ერთ кейსაც დღევანდელ პოდკასტში განვიხილოთ გიორგის დამოკიდებულება AI-სთან, რომელიც მე პირადად უკვე მაშინებს და შესაძლოა ეს არ იყოს მხოლოდ გიორგი. არ იყოს შესაძლოა არ იყოს მხოლოდ გიორგის პრობლემა და მეურის. მეც რომ ვუყურე ერთ-ერთ პოდკასტს აღარ მახსოვს რომელი იყო, იქ რაღაც სერიოზულ relationship-ში იყავი, ანუ ის კი it's complicated, ანუ relationship-ში იყავი. კაი, ოკეი, დაუბრუნდით ისევ იმ თემას მაშინ, ხო? ანუ ზოგი იძახის, რომ საკუთარი თავის ფსიქოლოგი მე თვითონ ვარ. და კიდე ეს მილიონი სტერეოტიპი არსებობს, მაგრამ რეალურად შენ ფსიქოლოგი გეხმარება, რომ გადალახო ის გამოწვევები, რაც გაქვს ყოველდღიურად ცხოვრებაში, ხო? ანუ შფოთვა ავიღოთ იგივე სტრესი, ანუ რაც არის, ნუ 21 საუკუნეში number 1 არის. ეხლა მე იზღება ხოლმე რომ ვიღაცა რო ინგლისურად ლაპარაკობს რაღაცას. გადმოვქართულდეთ. I am a table. London is the capital of Great Britain, guys. და გიმარტივებს ცხოვრებას, გაცნობს საკუთარ თავს, თვითრეფლექსია თუ ძირითადად არ ხართ დაკავებული ის თავისუფლად, რომ შეგიძლიათ მიბრძანდეთ ფსიქოლოგთან და გამოერკვეთ კიდე მილიონ რაღაცაში. ფსიქოლოგია ანუ არის შენი მხარდამჭერი თული. და თუ ამ თულს სწორად გამოიყენებ და არ გეგონება რომ რაღაცა ვაიმე რაღაცა ისეთი გჭირს რომ და ალბათ პრობლემა გაქვს და რაღაცები, ანუ ხალხო თქვენი ცხოვრების ხარისხი საგრძნობლად ამაყლდება, როგორც პირადი ცხოვრების კუთხით, ისე კარიერულად და ასე შემდეგ. კიდევ ერთხელ ვიძახე, ვუყურე თქვენს გადაცემს, რომ ძალიან დავინტერესდი და ხშირად საუბრობთ წარმატებაზეც კი. იქ რაღაც ყაყანი ატყდა ესე რომ ეს წარმატება რა არის. ძალიან კაია, მაგრამ ანუ ცოტა ხანს ველოდები და ავტეხავ კივილს. რატო?
უბრალოდ. ხო, მოკლედ, თუ გაქვთ მაგალითად, აი უბრალოდ მაგალითი რომ მოვიყვანო, აი თქვენ ყველაფერი გაქვთ ბედნიერებისთვის რა. რაც მანამდე გჭირდებოდათ. მაგრამ გაქვთ რაღაცა შფოთვა, აი რომელსაც არ ვიცი, ნუ აი ვერ მოერიეთ. სულ სადღაც რაღაც ანქეჩქარებათ ან გონეთო დააგვიანდათ იქ ანუ ადამიანი ზოგადად ეჩვევა ნერვიულობას, შფოთვას, ანუ მანამდე ქონდა ესეთი გარემო, ხო, რაღაც კრიზისული. მერე კი მოაგვარა ესე გარეგნულად პრობლემები, მაგრამ შიგნით დარჩა ის. ან მას შფოთი დარჩა, ხო. სადღაც ხონა წავიდეს ეს შფოთი და აქედან გამომდინარე რაიმე ანუ კიდევ უფრო მძიმე აშუალობებში რომ არ გადავიდეს, მაგალითს ვიწახი უბრალოდ ამ ყოველთვის. საიდან მოდის ეს შფოთი, ანუ მიზეზი სათავე რა არის ეგეთი შფოთვის, ვთქვათ ოდესღაც ბავშვობაში რაღაც სტრესი განიცადო? ან ნახე როგორ არის, ჯერ დავწვით იქიდან რომ ხო, თერაპია ყველა სჭირდება, ანუ ესე არ არის, ესეც განვასხვაოთ რა, ანუ ადამიანი თავისთავად ფსიქოლოგის გარეშეც ძალიან ბევრ რაღაცას ამუშავებს. იმიტომ რომ ჩვენი ტვინი არის თვითგადარჩენის რეჟიმში და ანუ იმის უკეთესი რაც უფრო კარგად იქნება რა. ანუ მაგრამ უბრალოდ ტვინთან რა თემაა იცი რომ აი ქართული მეწარმესავით არის რა პრინციპში ქართული რატო ანუ უნდა რომ ნაკლები ენერგიის დანახარჯით ეს მაქსიმუმი მიიღოს. ხარჯ ეფექტური ტვინები გვაქვს. კი, აქედან გამომდინარე ეს ხომ არის სიზარმაცის რაღაცებს თუ გინდათ შევეხოთ. აქედან გამომდინარე ბატონო სიზარმაცე ჩემი საყვარელი თემა. ზარმაცი ხარ? არ მგონია? ძალიან. მართლა? ყველაზე ვიფიქრებდი შენ გარდა. და აქედან გამომდინარე მიზეზი საიდან მოდის, თუნდაც მაგის გასარკვევად შეგიძლიათ მიბრძანეთ ფსიქოლოგთან, იმიტომ რომ ეხლა მე რო დავიწყო ან თქვა, შეიძლება ბავშვობიდან მოდიოდეს, შეიძლება რაღაცა ისეთი ტრავმა აქვს გაატანილი, რომ არც იცი რომ თურმე ტრავმირებული ხარ. ის რამდენი ადამიანი მიდის ფსიქოლოგთან, ანუ არც იცი რომ თურმე ტრავმირებული ყოფილა. მილიონმა ადამიანმა არ იცის, ჯერ მარტო აი ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი რამდენია ყოველდღიურად. აი ვიძახი რომ 21 საუკუნე არის манипуляციების ხანა ჯერ მარტო. თან ეს დაამოდა შემოვიდა, იმიტომ რომ წეგან ახსენე რომ ყველას აინტერესებს ფსიქოლოგია. აქედან გამომდინარე ძალიან ბევრი მოფსიქოლოგო ადამიანის მოგვევლინა და ვის გულისხმობ მოფსიქოლოგიაში. ადამიანები რომლებსაც აინტერესებს ფსიქოლოგია, მაგრამ პრაქტიკაში ძირითადად ვერ იყენებენ. უბრალოდ კითხულობენ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ან სულ არაფერს ჯობია, ანუ ადამიანი დაინტერესებულია საკუთარი თავით, მაგრამ საერთოდ სხვა რაღაცას წარმოადგენს თერაპია. ანუ თერაპიაზე რომ მიდიხარ, შეიძლება ლოკალური მიზეზით დავიწყოთ იქიდან თქვათ მუშაობა, მაგრამ მე თუ რაღაც არ მეყო, კი, დავიწყებ ქექვას ბავშვობაში, მოზარდობაში და კიდე ადამიანი თვითონ ანუ რას აფასებს, ხო, იმიტომ რომ ეს ხო ინტერპრეტაციაა რეალურად იმ შენი განვლილი მოვლენების. აი აქ ძალიან მინდა რომ ჩაგეკითხო, ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც ახსენე, რომ დღეს ბევრი ადამიანი გაშიცა ისეთი, რომელსაც გარკვეული ცოდნა შეიძლება აქვს ფსიქოლოგიაში, თუმცა არ არის სპეციალისტი. რაც თავისთავად შეიძლება რაღაც თვალსაზრისით სასარგებლოა, მაგრამ დიდწილად საშიშია იმ თვალსაზრისით, რომ სოციალურ ქსელებში რეალურად, ანუ გავრცელების არეალი იმდენად დიდი გახდა ესეთი ხშირ შემთხვევაში შესაძლოა მცდარი მტკიცებულებების არ ვიცი მე არა ვარ სპეციალისტი მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ ბევრ შემთხვევაში თუ ადამიანი პროფესიით ფსიქოლოგი არ არის შესაძლოა ისეთ რაღაცას სამტკიცებდეს რაც რეალობას სულ არ შეესაბამება ან არ შეიძლება ყველაზე გავრცელდეს ის კონკრეტული მტკიცება ხო რაც რაღაც თვალსაზრისით შეიძლება ვთქვათ მოწყვლადი ადამიანი თუ ნახულობს ამას რომელსაც იმ კონკრეტულ მომენტში რაღაც კონკრეტული მწვავე პრობლემა აქვს შეიძლება დამაზარალებელიც იყოს ეგეთი ადამიანისთვის ალბათ ღმერთმა არ ქნას მაგრამ აი ამ შემთხვევაში როგორ უნდა დაიცვას თავი ადამიანმა, რომელიც არის, მათ შორის მეც, რომელიც არ ვარ ფსიქოლოგი, რომ მივხვდე, რომ ეს ზოგადი ინფორმაცია, რომელიც შემიძლია მივიღო როგორც ინტერპრეტაცია და არა როგორც ფაქტი. მოდი, ესე ვთქვათ, ჯერ დავიწყოთ იქიდან, რომ როდესაც ვიღაცას ვუსმენთ განსაკუთრებით სოციალურ ქსელში. კარგად გაიკითხეთ, ანუ ვინ არის განათლებით, რამდენი წლიანი გამოცდილება აქვს, ანუ სად უმუშავია, როგორ უმუშავია, რა გაუკეთებია და ასე, სრული უფლება გაქვთ ამის. ისედაც აი ვთქვათ, აი მიდიხართ ფსიქოლოგთან, ხო? თქვენი უფლებაა, რომ გამოკითხოთ ამ ადამიანს, ანუ რა განათლება აქვს, რა ბექგრაუნდი აქვს. თქვენი უფლებაა ეს პირდაპირ, ზუსტად იმის გამო, რომ დაიცვა საკუთარი თავი ამ ყველაფრისგან. დანიშნად შეეხება, კი, გეთანხმები, რომ ძალიან ბევრი ადამიანი გამოჩნდა, ვინც ფსიქოლოგობს და კი, ბევრი ადამიანი შეყავს შეცდომაში. აი მაგალითად, აი ძალიან ისეთი მაგალითი მომყავს ახლა იმ დღეს შემოხვდა TikTok-ზე ესეთი უცნაური იმის იყო, რა ქვია, რომ თუ იმყოფებით რაღაცა სამეგობროში და ვთქვათ, ვიღაცამ გაიხუმრა, შენ ის ადამიანი გიყურებს სიცილის დროს, ვისაც მოწონხარ.
according to psychology ეწერა ხალხო. არანაირი კვლევა არ არსებობს, ანუ რა დამტკიცებული ფაქტი ეს არის და რაღაცები. ანუ იმის თქმა მინდა რომ ნახეთ, ალგორითმზე დღეს მინდა ვისაუბროთ აუცილებლად, იმიტომ რომ სოციალური ქსელები და ჩვენი პროფესია უკვე ესე არის მართლა კიდევ გააჯაჭვული, იმიტომ რომ როდესაც შენ რაღაც გაინტერესებს და ძირითადად ამ თემატიკის გარშემო ეძებ კონტენტს. აი იქ ვისაც გიგდებს რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს. შენ ქვეცნობიერად დაიწყებ იმ კონტენტის ძებნას, რაც როგორ გითხრა, ამართლებს აი მიზეზებს, რასაც საკუთარ თავთან უხეშ თვითონ აპრავებ რა, რაღაც. Confirmation bias რაც არის. კი, ანუ აი ამას იმის გამოვაკეთ, რომ ეს ესეა. ალგორითმი ამ confirmation bias ერგება? მე თუ დავიწყე იქ ძებნა, ის ხომ მე თავისი თაგდებს და მე იქ ხა მე ის ფსიქოლოგია განათლებით ვინ არის, მართლა ფსიქოლოგია თუ არა, აღარ ვეძებ ამას ძირითადად, იმიტომ რომ ჩემი მეგობრები არიან ხშირად მაგის ხვევრი, რომ აი რაღაცას რო იგებენ, მოდიან და მე ანუ ამოწმებენ ჩემთან. მე კარგია რომ ამოწმებენ, მაგრამ საბოლოო ჯამში თქვათ ანუ არავინ არ ყავთ ხო ისეთი ადამიანი, ვისთანაც მიხვალ რაღაცას იკითხავ. ის ადამიანი ხო იჯერებს ამ ყველაფერს, რომ ეს რაღაც სიმართლეა. ხო, ნუ რის მოსმენაც რის მოსმენაც ქსიამოვნებს, იმას გასმენია. მაგას ვიძახით და მე რა უკვე ანუ ალგორითმი იქ არ ვიცი ხა როგორ მუშაობს თუნდაც TikTok-ზე იქნება თუ სად იქნება, ანუ ის ხო არ გიყრის ხა პროფესიით ფსიქოლოგია, ეს არის რაღაცები, ანუ უბრალოდ აი უფრო აი მოფსიქოლოგოებს ვისაც უდებდიან ჩვეულებრივი ადამიანები საუბრობენ ამ ყველაფერზე. ვიღაცები არც აკვირდებიან რომ ფსიქოლოგია არის და უბრალოდ თავისი რაღაც ნააზრევი ილაპარაკა ამ ვიდეოში, ხო? რის უფლებაც აქვს. რის უფლებაც აქვს, კი ბატონო, ანუ იმათ არაფერს არ ვერჯი, მაგრამ როდესაც შენთან ხვდები რომ რაღაც პრობლემა გაქვს, ანუ უბრალოდ აი იმისკენ მინდა მოვუწოდო საზოგადოება, რომ ცოტა ხანი ამ ძიებას გაეშვით და მიდით ფიზიკურად, აი ყველაფერს ჯობია რომ ადგე და მიხვიდე ესე. თერაპიას თუ ერთხელ მაინც რომ დაახლოებით მაინც მიხვდე რომ აი ერთი წელი თუ წლების მანძილზე რაც გაწუხებს შენ რომ confirmation-ი კი არ მიიღო პირიქით საერთოდ სხვანაირად შეგახედა სიტუაცია. მანდ ალბათ უნდა გაგიმართლოს და კარგი თერაპევტი შეგვდეს. გამართლება. დაიწყო ისე, დაიწყო. დაკვირდები. აი ეგ მე მგონი მართლა ის შემთხვევა როცა აი ღმერთმა უნდა გადმოგხედოს და გაგიმართლოს. არა, ნახე, მე თუ მინდა ეს სიღრმისეულის სურვილი გამიჩნდა რომ ვიყო ძალიან კარგად, ხო? იმიტომ რომ აი ამომივიდა იმ რაღაცნაირად ცუდად ცხოვრება თუ რაც ქვია მაგას, ხო? ანუ უხარიშო. აღარ მინდა ვიყო ღარიბი. ასე. რატომ ხართ ღარიბები? ანუ შენ გაქვს არჩევანი რომ არ იყო ღარიბი, უბრალოდ შეწყვიტე ღარიბობა და მორჩა. ხო, რა პრობლემა? პოსტები ხო ინდებოდა სოციალური სოციალურ. უბრალოდ აღარ იყო ღარიბი და. არა, ნახე რას ვთქვი, ანუ გამართლება საჭე მე თუ მინდა რომ კარგად ვიყო, აუცილებლად მოვძებნი იმ ადამიანს, ვის დამეხმარება. დანარჩენი არის მიზეზები. აი, რაც არ უნდა ესე უხეშად ჟღე. დანარჩენი არის მიზეზები. იცი აი ვიყავი და რაღაც ჩემი არ არის. ჯერ დავუწოთ იგივე რომ საერთოდ არ არის მარტივი გზა რომ შენ ფსიქოლოგი იპოვო. რას გულისხმობ? უნდა იყოს იქ ერთგვარი chemistry კლიენტსა და თვითონ ფსიქოლოგს შორის. აუცილებლად, ანუ თუ შენმა inner child-მა თავი დაცულა და არის relationship-ებში chemistry არ გვეყოფოდა, ეხლა ფსიქოლოგს. არა, აუცილებელია, იცი, იმიტომ რომ აი ფსიქოლოგთან chemistry. არის, რა სიზო. მაგრამ მე თუ კარგად ყოფნა მინდა თქვა აი მოვიარე 1 2 3 4 მადლობა ღმერთს ყავს ძალიან კარგი სპეციალისტები ხო იპოვი შენსას ანუ ვისი მიდგომაც მოგეწონება ანუ თვითონ ანუ ეს ყველაფერი როგორც სამუშაო პროცესი ყველაფერი ძალიან საინტერესოა შენი ფსიქოლოგი არსებობს მანდაც ხო არის აუცილებლად აი მეორე ნახევარზე არ ვიცი მაგრამ შენი ფსიქოლოგი ნამდვილად არსებობს მანდაც ხო არის confirmation bias-ი ანუ ხო არის საშიშროება რომ ის გითხრას რაც გინდა და მაგიტომ მოგეწონოს ნახე, ფსიქოლოგები მოსამართლეები არ ვართ ხა რაღაცით რომ მოდიან ხოლმე და ძალიან ხშირად მკითხულობენ, ანუ ერთ-ერთი მთავარი ილუზია. ფსიქოლოგი გონიათ ხოლმე მრჩეველი. ანუ არაფერს შუაში არ არის საერთოდ. თქვა ადამიანი მოვიდა და როცა იგებენ ხოლმე რთულ. ეგ არის coach-ი. თმა შევიჭრა თუ არა, თუ რაზე გეკითხები. ხო, აი ყოფილი დამიბრუნდა და უბრუნდები თუ არა, ნუ ეს პირობითად ვიძახე ეს უბრალოდ აქტუალური თემაა და შენ არ მიხვიდა AI რო. ნახე, შენ თუ ოდნავ პასუხისგებლობა არ გაგაჩნია საკუთარი თავის წინაშე რეალურად თერაპიაზე იმის გამო მიდიხარ, რომ მე ფსიქოლოგს გადააბრალო ეს უკვე იმას უნდა მიუგდო ეს პასუხისგებლობა, რომ რამე ისე თუ ვერ გამოვიდა, მე ანუ აი ამან მითხრა ესე და არა ხო, ან მაქსიმუმ რეკომენდაცია გასცეს ფსიქოლოგმა, ანუ რჩევა არაფერ შუაში არ არის მან საერთოდ. ხო, და შესაბამისად, კი, თუ ვიღაცა მიდის და რაღაც, ანუ სუბიექტურ აზრზე საერთოდ არ არის ფსიქოლოგის, მე უბრალოდ თული ვარ, გამტარი ვარ, რომელიც განახებს საკუთარ თავს, საკუთარ შიშებს, სად გაქვს დეფიციტი და ასე შემდეგ.
აი გზაზე რო ახსენე, რომ საკმაოდ ძნელი გზა არის ფსიქოლოგთან მისვლა და უნდა შეხვდე 1 და 2 და 7 და რაღაც. აი ეს ადამიანი რას გადის მაგ პერიოდში. ანუ მაგალითად მე ვფიქრობ, რომ ჭირდება ფსიქოლოგი. უკვე ვფიქრობ, გადავწყვიტე, მაგრამ აი ეს გზა მეძნელება, იმ გზის გავლა, აი მან რა ხდება? რა ხდება ადამიანის ტვინში თუ გულში მაგ დროს? ნახე და რომ მოდიან რის შედეგად ახერხებენ მოსვლას საბოლოოდ ანუ ზოგი ხო გადალახავს ამ ზოგს არც აქვს ეგ ზოგი გადალახავს და ანუ აი ერთი თვეა თუ ერთი წელია თუ რაღაცა ბოლოს და ბოლოს მოვა აი რატომ მოდის როგორ ახერხებს მაგის გადალახვა ერთ საინტერესო ესეთი შემთხვევა შემიძლია თქვა რაღაც რა აი ხშირად მიდიან ან თქვა რაღაც ერთხელ თერაპიაზე და როდესაც ხვდებიან რომ აი რა გამოვიწერე რა ჩამოვიდა რომ ამას ეკონა რაღაც მე მართლა რა სიცოცხლე ჩაჭყალი ხო აბა რა ანუ აი რაღაც ანუ თანაგზნობა ერთია მაგრამ თვითონ მუშაობის პროცესში ანუ ის არის რა ქვია სხვანაირად მიმდინარეობს თერაპია დავალებას რომ იცემ უკვე აღარ უნდა ხო დავალებას რომ იცემ თქვა რაღაცა მე უკვე წინააღმდეგობა მოდის ქვეცნობიერი და ვერ გააკეთა ლაშს მამა გარდაიცვალა მოგვიანებით გნახავთ მილიონერი მიზეზია ხოლმე ანუ რეალურად კი თერაპიის უნდა იყო მზად და ამიტომ იქამდე სანამ ეს სამზადისი პერიოდია ბევრჯერ გადაიფიქრებთ კიდევ ბევრი რაღაც მოხდება მაგრამ ნორმალურია ეს მით უმეტეს მე ხო არ ვიცი ხა ეს ადამიანი როგორ გარემოშია ხო თქვა შეიძლება მისი სამეგობრო უკვე დადეს და ყოველთვის თავის ფსიქოლოგი ყავს თქვა და რაღაცა კარგი სმენია პირიქით ამ ადამიანს და უფრო რაღაც სხვანაირად იმაშები რა ქვია ანუ ეძებ მე ამ ფსიქოლოგს მე მეორე კიდევ ერთხელ ვიცახი ანუ არ არის ეს მარტივი გზა ანუ არ არის ვალდებულება არ გქონდა თქვა ადამიანთან რომ მიდიხარ თუ არ არის ჩვენთან კომფორტული იმ ადამიანთან საუბარი შენი უფლებაა რომ წამოხვიდე იქიდან დანარჩენად შეეხება გზა ეს დიდი და სამურაის გზა ანუ არ არის მაინც მნიშვნელოვანია მეგონა და ეთქჯერ ამ ფსიქოლოგის აი ეგ თემაც არის რა მეც ძალიან კარგ რაღაცებს იძახი მომწონს იცი რა მინდოდა და მე თქვა ამას წინათ ნახე რაღაცა მიმი ფსიქოლოგიაზე არისო მე მიხვდები რატომ გამახსენდა ეგ მე ანუ მაგალითად დაახლოებით ესეთი იყო რომ 90-იან წლებში ჩვენი მშობლები როგორ ეუბნებოდნენ რომ ტელევიზორს ნუ უყურებთ გაშტერდები და რაღაცა და ეხლა რომ Facebook-ზე რაღაცა მახინჯი ცოლი გეყოლება გასწორ deepfakes ნახავენ და გეუბნებიან რომ ნახე Facebook-ში რა თვითონ რო ჯერათ ყველაფრის დღეს დაახლოებით ეგ кейსია ეგეც რა ანუ ადამიანები რომლებიც ფსიქოლოგზე გეუბნებიან და ხშირად არის ხოლმე კორელაცია მაგორ შორის მე ესე დავაკვირდი გეუბნებიან რომ არ მჯერა ეხა მე მაგათი შარლატანები არიან და რუსულად არის ძალიან კაი სახელი მაზგაპრავა ანუ ფსიქოლოგს ხო ქვიან ტვინის გამსწორებელი და ეხა მაგისი და რაღაცებს და იძახიან და სინამდვილეში მე აი ზუსტად ეგეთი ადამიანები იგივე Instagram-ზე და TikTok-ზე ვიღაც მართლა გაუგებარ ადამიანებს უჯერებენ ანუ დაახლოებით იგივე кейსია როგორც იმ მიმში რა და ანუ რეალურად ამ ფსიქოლოგის მიმართ ესეთ დამოკიდებულებასაც რა განაპირობებს მაშინ როცა მართლა Instagram-ზე ვიღაცის ვიდეოსი გჯერა და რეალური ფსიქოლოგის არ გჯერა რომ დაგეხმარა მოდი კაი ერთი ხო თუ გრაჯეშენ კი მოკლედ მე ზოგადად ძალიან ხშირად მეკითხებიან ხოლმე რომ აი რის გეშინია და რაღაცა ერთ-ერთი რაც შეიძლება ვთქვა რომ აი ძალიან ცოტა რამის ან ვინმესი მეშინია ცხოვრებაში ერთ-ერთი რაც შემიძლია ვთქვა არის ადამიანები რომლებიც არ ამოწმებენ ფაქტებს ადამიანები რომლებიც პირდაპირ ადამიანების უმეტესობა რომლებიც აი ნახე პირდაპირ იჯერებენ სამხილის და მტკიცებულების გარეშე რაღაცას და მე მეორე რაღაცაზე გეუბნებიან რომ არა ეგ ეგრეა და მორჩა რა ხო და ძალიან რთულ თემას შეეხება რა მაგრამ მართლა სიძახის იმიტომ ნახე უმეტესობა არ ამოწმებს ეხლა ვიღაც ბაბოის რაღაც AI-ით გენერირებული ფოტო როა დაუწეროთ ლაიქი და რაღაცები მაგას თუ ანუ ვერ არჩო პირობით ზახი და მართლა რაღაც თანხას რიცხავ და ასე შემდეგ ანუ ლაიქებ წარმოიგინე ანუ აქ ცოცხალი ადამიანი გიზის რაღაცებს გელაპარაკება თან ეს რაღაც ჭკვიანური სახით კიდევ ერთხელ ვიძახი მე ამ ადამიანებს საერთოდ არ ვიცი ახლა ვიც ვლაპარაკობთ უბრალოდ ხო ანუ ერთი სათხოვარი რაც არის ადამიანებთან არის ის რომ ანუ რასაც უსმენთ თქვენი უფლება რომ გადაამოწმოთ მილიონჯერ გინ თავად სპეციალისტი გიდის ინფორმაცია რაც გეუბნება და ნუ ხო რა ეს რაღაცას დავამატებდი ფიზიკურ ფსიქოლოგებს რატო არ ენდობიან ეგ არა არ ენდობიან
ლესბიანზე არა, ნახე არა, იცი როგორ რაღაცა ანუ აი გუნდა მეთქვა, ნახე. ეგ ფსიქოლოგიური ის არის, ხრიკი ტვინის მიერ მოწყობილი. ჯერ ხო დავწუთ იქიდან, ტვინი ხო, ანუ ძალიან არ მოსწონს სიახლეები რა. ნუ არ არის ხა ეს. არა, ნუ არ მოსწონს ეს სიახლეები. ვერ იტანს კი, ანუ ურჩევნია ეს მოსაწყენი უბედური რაღაც რუტინა, რაც უკვე წმენა დეპლომების დონეზე აქვს. ანუ ვიდრე რაღაცა ახალი. არანაირი დამაპრობლებელი. კი და იმისაც რომ შეემზადო კი ენერგოეფექტურიო კი იძახთ ხარჯით. ანუ არ მოწონს, იმიტომ რომ ის შეჩვეული გარემოა იმისთვის ნაცნობი არის და იქ თავს უსაფრთხოდ გრძნობს, ანუ ეს არის პრობლემა. და აქედან გამომდინარე ჯობია რომ იმ ვიღაცამ ეს წლები რაღაც ვიდეოებს უყუროს და მე როგორც იქნა გადადგას ნაბიჯს და ფიზიკურად მივიდეს იგივე ფსიქოლოგთან, ვიდრე საერთოდ არაფერი გააკეთოს. თქვენს გადაცემას ხო ქვია მაზეგ. გადაცემას კი პოდკასტ უკაცრავად. მაზეგ მინიან ფსიქოლოგთან. არა, პირველი რაც გონებაში მაზეგ დავიწყებ ვარჯიშს. პირველი რაც გამახსენდა, ანუ ეგ იყო, რომ ჯობს მაზეგ ვიდრე არასდროს. ანუ აი თერაპიის კუთხით მე ეს მომწონს. ჯობს მაზეგ ვიდრე არასდროს. რა მაგარია, ყოჩა. მომეწონა ახალი სლოგანი ხო, ჯობს მაზეგ ვიდრე არასდროს. ხო, იმიტომ რომ რაღაცა მოკლედ. მე წერან გამიჩნდა ერთი კითხვა რა. მინდა რომ უფლება დავუტოვოთ აქვე. დავაპატენტოთ. აუცილებლად. წერან გამიჩნდა ერთი ესეთი კითხვა. აი რომ ამბობდი რომ მოვიდა ადამიანი პირველად თერაპიაზე და მისი უფლებაა რომ არ მოვეწონე და წავიდა, ხო? აი მანდ მინდა რომ წყალგამყოფი გავავლოთ ესე. ანუ არ მოვეწონე მე, მისი უფლება არ მოვეწონე მე და წავიდე სხვა ფსიქოლოგთან. თუ მე მოვეწონე და მაინც წავიდა, მანდ რა ხდება? ანუ მანდ ორი თემა, ან ფსიქოლოგი არ მოგეწონა და ან არ მოგეწონა, რასაც ამბობდი, რომ პასუხისმგებლობა უნდა აიღო შენს პრობლემებზე და იმ უნდა თქვა, რომ დახმარება მჭირდება და მე შეეჭიდო. მოეწონე, რატო წავიდა ხა? ანუ არა, კაც შეიძლება ადამიანს რაღაც უცებ რაღაც ან ფინანსური გარემოება შეეცვალა რაღაც მილიონარი გეგმა დღეს ადამიანები რაღაც მართლა სასწაულებს ახერხებენ რაღაც ხო? ანუ ნახე, როდესაც მოდის და რო აყენებ ადამიანს საქმის კურსში რომ მაგალითად მე ორი პირობა მაგმარტო ანუ პუნქტუალურად მოდი და დავალებები აკეთებ მე ვიცი ოღონდ რა თქმა უნდა ეს ყველაფერი დაძალებით არ ხდება რომ ეხლა უნდა იტირო და ანუ არა მოთმინების უნარი უნდა გქონდეს ყველა ფსიქოლოგს რომ მოუფრთხილდე იმ ადამიანს და ნელ-ნელა მიიყვანო იმ გზამდე მაგრამ უბრალოდ იმას ვუხსნი ხოლმე რომ რისთვის არის საჭირო ეს დავალება. ეგ კი არა, რატომ მუშაობს ეს დავალება, მაგას ველაპარაკები ხოლმე რომ მაქსიმალურად გაიგოს ადამიანმა რომ რისთვის აკეთებს ამ ყველაფერს. მე როდესაც აი უფრო სიღრმეში შედის, ხო, ანუ რომ გაიაზრა იქ რომ თურმე ეს არ ყოფილა უბრალოდ რაღაცების მოთხრობა, ჭორაობა დაკალობა არავითარ შემთხვევაში პირიქით ანუ ემოციური დისტანცია გაქვს ანუ დაცული კლიენტთან რო არ მოგეჯაჭოს ხო აი ცოტა შეიძლება ვიღაც არ მოსწონდეს მე ხვდები ის თქმა მინდა ეს ყველაფერი რამდენს სხვა მოლოდინი აქვს უბრალოდ და ეგ არის მიზეზი და უბრალოდ როცა აი ამ მოლოდინებზე ელაპარაკები და რო რეალურად რა მოლოდინი უნდა გქონდეს შენგან ხო მე თავის გადასაწყვეტია კაცო ანუ დარჩება თუ წავა მაგრამ კიდევ ერთხელ ვიძახი ადამიანი რომელმაც არჩეს სამურაის გზა აუცილებლად იპოვის თავის ფსიქოლოგსაც, აუცილებლად გაივლის თერაპიასაც და ამ მიზეზებს რამენად გადალახავს. მაგრამ ხო, ანუ მარტივი არ არის. არც იქ მისვლა, არც იქ მუშაობა და ძალიან დიდი პატივისცემა ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც ეს გზა გაიარა. მარტო. ყველაზე გავრცელებული პრობლემები რა არის დღეს ადამიანების, რის გამოც ფსიქოლოგთან მიდიან შენი დაკვირვებით? საქართველოში ზოგადად, მაგრამ პრინციპში რაღაც მგონი დედამიწაზე ერთნაირი პროცესები შენი პრაქტიკის განსხვავებით. დედამიწაზე. ხო, ნახე, მე მუშაობ ზრდასრულებთანაც და მოზარდებთანაც. აქედან გამომდინარე, წეგან ახსენეთ თქვენს ძველი თაობები, ხო? აი, ადრე რო იყო რაღაც ჩვენ დროს, რა დეპრესია კავს დაალაგე ოთახი და გადაგივლის. ეგ სხვათა შორის მართალია მე. ჩემი დაკვირვება. გეგონო სითრგუნება ის ემოცია მაგ დროს, რაც უნდა გამოგეხატა ეკოლოგიურად, არ არის ეგრე. ხო, ანუ ჩვენც დომაში ვარ შევ. ვერ ვიტყვი რომ რამე არ შეიცვალა სიტუაცია რა 8 წლისი რა მდგომარეობაც იყო, ანუ მაგ მდგომარეობას საერთოდ რაღაცა ვერ შევადარებ, ბევრად წინ ვარ წასულები რა ძალიან მიხარია და იმ ვიდეოების დამსახურებაც არის მათ შორის წეღარას საუბრობთ ხა ეს. ხო, რაღაცაში მართალია ხო ის ვიდეო. არ გამოგვივიდეს რომ ნახე კიდევ ერთხელ ვიძახი, მაგიტო ვიძახი თან მე იმ ადამიანებს კეთო, ანუ ადამიანი ქმნის კონტექსტს გელაპარაკება შენც კარგი უნდა რომ იყოს мотиваცია რაღაცა, ანუ ეს ის ძალიან კარგია, მაგრამ ანუ აი რომ შემოვიდა ეს თემა ზოგადად და ანუ ამ ყველაფერზე საუბრობთ ასე ღიად, ძალიან მაგარია. აქედან გამომდინარე, როცა შენ თქვა მოზარდის მშობელს ელაპარაკები, ხო იქ მარტო მოზარდთან ანუ არასრულწლოვანთან არა კომუნიკაცია, მე იქ რაღაცამ დაკავშირებით გიწევს ხო, ანუ მშობელთან კომუნიკაციაც. რო შევადარო ერთი 5 წლის წინანდელი
მშობლების რეაქცია რაღაცებთან დაკავშირებით. აი ვთქვათ, საჭიროა რომ გადაამისამართო ფსიქიატრთან იგივე, ხო? აი ადრე თუ იყო რომ დედა ჩემი სიკვდილი და ანუ ეხლა რატო და ახლა აღარ არის ეგეთი ამბავი. როგორც თავით კივათ და იდაყვით კივათ ზუსტად ეგრე. ანუ ზუსტად ეგრე, როგორც ახლა რაღაცა რო ატკივდე და ოჯახის ექიპთან რომ მიდიხარ, რა შედარება? ტვინმა რა დააშავოთ კივა რა. უბრალოდ ეს ხო სტიგმა რომ რაღაც აი ჭირს, ანუ ესე იგი რაღაც სუდია, იგივე, ხო, ანუ ახლა რაღაც ბევრად ისე არის რა, ანუ ეს სიტუაცია გალაითებულია შედარებით. ვეღარ შევადარებ იმ წინაც. აი ვინც გვიყურებს და არ ესმის განსხვავება ფსიქოლოგს და ფსიქიატრს შორის, ეგეც რო ახსენოთ. ხო, ნახე, მე არანაირი უფლება არ მაქვს ადამიანს გამოუწერო წამალი. ელემენტარული. ზოგჯერ არსებობს რა, ხო, არის სიტუაცია ვიცახეთ თუ თქვა ან ადამიანს არ ვიცი ხა პოდკასტში ნავახსენ თუ არ თქვა, ძალიან ღრმა დეპრესია, სუიციდალური ფიქრები და ასე შემდეგ, ანუ ეგრევე ფსიქიატრთან ვამისამართებთ, იქ მე მედიკამენტოზური მკურნალობა ენიშნება, თუ თქვა იმ ფსიქიატრს, ანუ კიდევ თქვა ზოგჯერ არის მე ფსიქიატრია თან თერაპევტი, ანუ კომბინირებული არის მკურნალობა, ან იქ რჩება და იქ აგრძელებს ამ ყველაფერს, ან თქვა შეთანხმებულად. ზოგჯერ არის რომ მოდიან ფსიქიატრის დიაგნოზით ჩემთან და უკვე შენ იცი ანუ როგორ უნდა იმუშაო ანუ ამ ადამიანთან რა არის პრობლემა და ასე შემდეგ. ამიტომ ესე შეთანხმებულად მუშაობთ. ხო და შესაბამისად, როდესაც ვიღაც მოდის ანუ აი ეს განსხვავებებს როგორ ხდებიან ხოლმე, რეალურად როგორ გითხრა, მედიკამენტოზური მკურნალობა ძალიან ბევრ სერიოზულ პრობლემას შველის, ანუ რატოღაც ესე იციან ხოლმე, ანუ არ მინდა ამ წამლების დალევა, ანუ არა, თუ ფსიქიატრი გეუბნება რომ წამალი უნდა დალეო, უნდა დალეო. რატოღაც გონიათ ხოლმე, რა თქვა, აი მარტო აი უბრალოდ თერაპიით ფსიქოლოგთან მისვლით რაღაცებს მოაგვარებ. არ არის ეს. ანუ ყველა შემთხვევა ინდივიდუალურია და პირიქით ფსიქოლოგს მე ბევრად გვიმარტივდება იმ ადამიანთან მუშაობა, იმიტომ რომ ეს ემოციები რაც აქვს, თუნდაც იგივე ეს ანუ აშლობების დროს და ასე შემდეგ, ხელს ხო გვიშლის ფსიქოლოგებს რომ შევიდეთ კიდევ უფრო იქ ადამიანში, შევძროთ რომ რაღაცებზე მე ვიმუშაოთ. აქ და გავნის კომბინირებულად რა შეუძლებლად ტკბილად მშვიდად მუშაობთ ფსიქიატრები და ფსიქოლოგები, ანუ ერთად. ჩემი კითხვა იმაში მდგომარეობდა, რომ აი ამ ყველაზე გავრცელებულ პრობლემებს, შფოთვა, სტრესს და მსგავსი ტიპის ესე ვთქვათ პრობლემებს ადამიანებში რამდენად უწყობს ხელს აი ეს ტექნოლოგიური პროგრესიც, ანუ მუდმივი ონლაინში ყოფნა და ასე შემდეგ. მადლობა მაგითხვისთვის. იმიტომ რომ პირიქით, ან ნახეთ, ეს სოციალური ქსელები ავიღოთ მაგალითად რა. თავიდან რაღაც წამოვიდა ხო, უბრალოდ რაღაც ყველა იმას პოსტავდით, რაც გვინდა, მე რო უკვე რაღაცა ეს ბევრმა ადამიანმა გააკეთა ეს Facebook-ის. კი, ნახე, ანუ სოციალური ქსელი შენ ძალიან გეხმარება იმაში, რომ თითქოს აი მიკუთვნებულობაც გქონდეს რაღაც გარკვეულ ჯგუფთან, ხო? რაც მარტოობის შეგრძნებას ანუ აღარ გიტოვებს მე, რა ცოტა ხანი გადავადებას აკეთებ რაღაც საკუთარი პრობლემების. თქვა თუ ლაივში ვერ ხარ ეს რაღაც ილუზიაშია ჩემი ეს. არა, ცოტა ილუზიებამდე მივდივარ ეხა ზუსტად. იმიტომ რომ ის რაც იქ ხდება თუნდაც ხო, თქვა რაღაც აი არ თქვა რაღაც ჯგუფში ხარ გაწევრიანებული და გორე რაღაცა შენი ღირებულებების, იგივე ღირებულებების ქონი ანუ ადამიანები არიან, მაგრამ რეალურად აი მე რომ ტელეფონიდან რომ გამოდიხარ და სახეთან რომ გადიხარ, ხვდები რომ რაღაცა ლაივში იგივეს ვერ აკეთებ. და იდეაში ყოველი notification-ი თუ გააჩნია ხო, ეხა ტელეფონთან ვის როგორი კომუნიკაცია აქვს, რეალურად შფოთვა ზრდის. ანუ ტექნოლოგიები და შფოთვის გაზრდა პირდაპირ გადაბმული არის ერთმანეთს. ეგ არა, მე დოპამინის თემას რომ შევეხოთ, ლაიქების თემა იგივე, თქვა რაღაც პოსტი დადე. დღის დოზავდამი, კი, დღის დოზავდამი, აბარა, რამდენი დაგულებაც ეხა უკვე ახალი შემოვიდა ლაიქს კიდე ვიღა დაეწევს, მანამდე უბრალოდ ის იყო რა, რეაქტების მიხედვით იქ რა ხდება, რატო არის დასედებული. რაღაც გაბრაზებული რატო. ხო, აი სტორებს ვინცდებენ. თუ გინახავთ ადამიანები, რომელთაც აი განუწყვეტლივ რა, ხო, ხაზი რა ხდება. ანუ ეგ არის. ნუ შემჯდარი ხარ მორჩა რა. შესაბამისად, რამდენად ტექნოლოგიურად წინ წავიწიეთ, იმდენად მოიმატა ამ შფოთვამაც. ხო და მანდ ახლა როგორ ბოდიში ერთსაც ჩავეკითხები თუ შეიძლება. შევდივართ ყაყანის ფაზაში. აშკარად ძალიან რა შემდგომარეობს, იმიტომ რომ მართლა ახლა აი არის მე მქონია შემთხვევა, როცა ადამიანს ველაპარაკებ, ახლა როგორც მე და შენ ვზივართ რაღაცაზე თემაზე ველაპარაკობ და ანუ ნახევრად ტელეფონში და თან ვაიმე იმანეს დააკომენტარა, ანუ იმისი ამბავი იქ ხდება და ჩვენ აქ ვაფშე სხვა რაღაცას ორივე განხდება და ტვინი გიждდება მე. ტვინი კი არა მე ვგიждე. არა, თავის თავში ვიძახი და ყველა გარშემომყოფიც გიждდება რა თქმა უნდა. ანუ წარმოუდგენელია, იმიტომ რომ ფაქტობრივად ადამიანს ეკონტაქტები, რომელიც სხვა სამყაროშია იმ კონკრეტულ მომენტში. ავატარია ტიპი რა, მარტო სხეულია იქ და გონება სხვაგან არის, ხო? ემოცია სხვაგან არის.
თან ნახე, ანუ შენ შეიძლება დაწერო იქ რაღაც, ჯერთი მაგას ამფიქრობ ან არა, იგივე ცალკე თემა არას რის გამოვაკეთებ, მაგრამ აქ მიჯაჭულობაზეა საუბარი, ხო? ანუ იგივე smartphone-თან. შეიძლება კომენტარებს არ ახებდეს საკმაოდ, თქვა სამსახური ქონდეს, ისაც სამსახურებრივი ჩატია მაგალითად რა. ანუ ისტორიკაში გავდებდეს ახლა ეს ვიღაცა როწეს, ანუ ფოთვის დონე კი არა, ანუ აგრესია. ხო, ანუ აი სადამდე მივიდივარ, ეცი, ანუ აი ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის, ხო? ჩემი აზრით, მე მგონია, რომ ეს არის ყველაზე სწორი კონდიცია ადამიანისთვის. ყოველ შემთხვევაში მე სულ ვცდილობ, რომ მაგ კონდიციაში ვიყო, ხან გამომდის, ხან არა. რომ ამ კონკრეტულ მომენტში, ამ კონკრეტულ სიტუაციაში ვიყო და არა სხვაგან, ანუ აქ და ახლა, ხო? ანუ აი ამ შეგრძნების და აი ამ კონდიციის მიღწევას ვცდილობ ყოველთვის, იმიტომ რომ მგონია, რომ ეგ იდეალურია, რომ ის მომენტით შეიგრძნო, ის ადამიანები შეიგრძნო და შეირგო, იმიტომ რომ ძალიან ბევრჯერ არის შემთხვევა, რომ იხსენებ რაღაც შენი ცხოვრების კონკრეტულ პერიოდს, ამბობ, რომ ანუ ამ დროს მე რაღაცა სისულელეებით რატო ვიყავი დაკავებული, როცა ესეთი კარგი ამბები ხდებოდა ჩემ ცხოვრებაში და ვერ ვირგებდი. რატო ვერ შევამჩნევ? და რაღაცა ასაკს რო აღწევ, მე იმ გადმოსახედიდან ხვდები, რომ თურმე ეს არის მნიშვნელოვანი და მე იწყებ. ნუ დარწმუნებული ვარ, ამას ბევრი ადამიანი ხდება, მაგრამ ანუ ამ შემთხვევაში მაგას ვამბობდი, რომ აი ესეთი ადამიანები, რომლებიც თან იქ არიან და თან აქ როგორც წესი აქ არ არიან, არც იქ არიან და საბოლოო ჯამში სად არიან, მე არ ვიცი. არსად ხო და ანუ მაგრამ ანუ თან შენს აქ და ახლასაც აფუჭებენ, იმიტომ რომ თქვათ მაგიდასთან ვხედავთ, ძალიან გეგმი საჭმელია, საუბრობთ, არ ვიცი, მხატვრობაზე, რაც არ უნდა იყოს და ამ დროს ვიღაცა დააკომენტარა, აი, იქ რის ხდება, ნახეთ, აი, საერთოდ ამოვარდნელია ხოლმე ეგეთი კომუნიკაცია. ხო, ანუ მაგ ადამიანებს პრობლემა აქვთ. სანამ არ მიხვდებიან, რომ პრობლემა აქვთ, ან არ მიახვედრებთ მაინც გარშემოყოფები, თქვათ, ვინც იქ ხერხერთ და გინდათ აქ და ახლო ცხოვრება და შეგრძნება, იქამდე არ ვიცი. ნუ ზოგი ხო, ჯერ კიდევ ძალიან ბევრი ადამიანი რაღაც უარყოფის ფაზა ძალიან გვყვარს ადამიანებს. რა არის უარყოფის ფაზა? აი მაგალითად თუნდაც ის რომ აი აღიარო რომ დამოკიდებული ვარ იგივე რაღაც სოციალურ ქსელებზე ხო? იმ ადამიანებზე, იმ აუდიტორიაზე, ვინც მყავს თქვა ფოლოვერები ავიღოთ ხო? წეგან ილუზია ახსენეს ძალიან საინტერესო რაღაცაა ჩემთვის, იმიტომ რომ სადაც სოციალურ ქსელების შემოვიდა, ფაქტობრივად გამოვიდა, რომ ყველა რაღაც იმიჯზე მუშაობს. ანუ რაღაცა უნდა რომ იყოს და ვიღაცა უნდა რომ იყოს. თავის იდეალური ოჯახური ფოტოებით დაწყებული, რაღაც კარიერულ მებს დამთავრებული, ხო? ამ ყველაფერს სხვა ადამიანი და ვეჯიბრებით ყველანი ერთმანეთს. აბა ვინ უფრო მაგრად ცხოვრობს, აბა ვინ უფრო წარმატებული არის რა? და რეალურად რო ჩაიხედო, ხო? ანუ იქ ეს ხო რეალობას არ შეესაბამება არანაირად. მე არ ვიცი ყველაზე კაცო არო ძირითადად, მაგრამ აი ეს განცდა რომ შენ იმაზე ნაკლები ხარ, ან იმაზე ნაკლებად გამოგივიდა, ან იმაზე რა ეს სერიოზულ პრობლემებს იწვევს მე კი ფსიქიკურს და გიჩნდება საბოლოო ჯამში მარტოობის განცდა, რეალურად სოციოლოგიები რა შეჭირდება, ხო ეს მარტოობის განცდის გადაფარო არის. რატომაც არ უნდა აღიაროს შენ საკუთარ თავთან რა ჩაკეტილ წრეში უმოძრაობთ. არა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა არის და მიხარია თუ არ მაგამდე მივედით რომ ვილაპარაკეთ. არა, ხო მართლა ძალიან საინტერესოა. ილუზია, მაგიტომ მომეწონა რომ ახსენე, რომ ამ ადამიანს ილუზია აქვს, რომ სწორად ფუნქციონირებს. ჩვენ ყველას ხო არ გვაქვს ეგ ილუზია, ვინც სოციალურ ქსელებში ვართ, რაღაც დოზით. ნახე, რაღაც დოზა, მთავარი არის ბალანსი, მაგრამ როცა ეს ბალანსი ირღვევა და უკვე შენ ფსიქოლოგიურად დამოკიდებული ხარ ვიღაც შენი ყოფილი კლასელის წარმატებაზე, რომელიც დღეს რაღაც ტრენინგზე იყო და შენ ჯერ კიდე ერთზეც ვერ მიხვედი და ამის გამო თავს სუდად გრძნობ, უნდა მიხვიდე ფსიქოლოგთან კი. ანუ მეც დავამატებ, რომელიც 25 წელი არ გინახავს საერთოდ. მანდაც განსხვავებია, ბატონო. რომელიც 25 წელი არ გინახავს საერთოდ და არც კონტაქტი გაქვთ და არაფერი. ხო, ანუ ეს როგორ გალამაზებულა, ღმერთ, ესეთი არ იყო სკოლის დროს, რა დაემართა? მე რეიწყება ქეკვა, თა საინტერესო რა არის, რომელ თვითრეფლექსიაზე მელაპარაკები, ანუ მე მაინტერესებს აი იმას ის რო აქვს ინსტაგრამზე ის რო დატო, ის იქ საიდან მოხდა, ეს როგორ მოხდა, ეს ყველაფერი, საკუთარი თავის გარდა ყველაფერი აინტერესებთ, ანუ ეს ტრაგედიაა. ანუ საკუთარი ცხოვრება არ გაქვს თუ რა ხდება მაგ. რო შენ შურიანი ხარ, თუ აი რატო შურს სულად არ მოვიხსენებ, შური არის უბრალოდ ტვინი სიგნალს გაძლევს, რომ შენს გაქვს დაახლოებით ან იგივე რესურსი და შენ შეიძლება იმას მიაღწევ, იმიტომ რომ მე შენს და გიორგის სხვადასხვა რაღაცეები შურს. ანუ მეც მინდა ესეთი წარმატება, ეს ჯანსაღია ალბათ რა, მეც შემიძლია, მაგრამ ანუ მაგ შემთხვევაში ის რატო აღწევს და მე არა, ანუ ხო და ნახე შედარება როცა იწყება უკვე ეგ არის პრობლემა, ანუ ნახე არ არის ეს ნორმალური, როდესაც მე ვიწყებ
უყურებ საკუთარი მიღწევების და ამ ყველაფრის შედარებას უკვე სხვის მიზნებთან მან შედარებას. ალბათ ზანიშნოვანია, რომ შენ წერტილს ადარებ ვიღაცის ბეწეტილს და საერთოდ ან შენ შეიძლება 15 წლის ხარ ბოდიში და ვიღაცა არის 35-ის და 55-ის და მაინც ადარებ შენ ცხოვრებას. შენ დაიბადე თბილისში და ის დაიბადა ნიუ-იორკში. კი, ისედაც მილიონარი ბექგრაუნდი, თუ ეს თვითგვემას რო შევეხოთ, ხო, ეს ადამიანები მიდრეკილები არის ამ თვითგვემისკენ. თუნდაც ის რომ რაღაც თავის პოტენციალის პერიოდი გამაზეს, აღარ არის თუ რაღაც, ხო, ეს კიდევ ერთხელ მადლობა ნეირონებს, რომ ადამიანი კიდევ ერთხელ ვიძახი, რისი მიღწევაც გინდათ, რა ვიცი, ალბათ 90%, ყველაფრის მიღწევა შეგიძლიათ ასაკის და მიუხედავად, თავარი აი ეს წეღარას საუბრობთ, ქრონიკული სტრესი, შფოთვის მიზეზები, ეს ყველაფერი მოიშოროთ. იმიტომ რომ მოქნილია მადლობა ღმერთს, ხო? ეს ნეირონები და შეიძლება და აქ ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივად ახალი რაღაცის სწავლა, იმიტომ რომ ეს უკვე ნეიროპლასტიურობაზე მოქმედებს. შესაბამისად, რომ ზიხარ და რო ადარებ საკუთარ ცხოვრებას სხვისას, ფაქტობრივად არაფერს არ შურები. გარდა იმის, რომ იმ შენს რწმენის კიდე გამტკიცება ხდება, რომ ალბათ იმან აი ამის გამო მიაღწია ამ ყველაფერს. ეხლა ალბათ აქ ვზივარ ხო? გაუმართლე. კი, გაუმართლე. ეხლა წარმოიდგინე ამ პოდკასტს რო უყურებს, რამდენიმე მეკითხავს, რომ ის რა ქვია. ეს რატო დაიბარეს ეხლა ამ პოდკასტში, ხა? ეთქობა რაღაცა გავაკეთე ცხოვრებაში, არ ვიცი, საიმის თუ მაგჯდარი ყავ, ხო, მაგრამ არ უნდა შეადარო, ჩემით არ უნდა დაინტერესდა, ყველა უნდა დაინტერესდა საკუთარი თავით, რომ მე როგორ გავაკეთე, რომ სიტყვაზე მოვხვდი აი იმ B პუნქტში, აი მე შურზე გამიჩნდა ერთი კითხვა, რა შენახსენე რომ შური არის სიგნალი, რომ შენაც გაქვს იმის შენც გაქვს იმის პოტენციალი. ხო, მეტადრე მეფემან გრიგოლ ხანძელზე გადავოთ მე ხომ? ხო, ესა აქვს, შენც გაქვს ამის რესურსი და შენც გააკეთე. მაგრამ როცა გადავდივარ ჩვენ იმ ნაწილში, რომ მეც კი არ მაქვს უბრალოდ ამის რესურსი, მე გავაკეთებ ამას ოდესღაც, ან მინდა გავაკეთო, მაგრამ ამას არ მინდა რომ კონდეს. აი აქ რა ხდება? ისო ფსიქოლოგს მიდით გეხოცებთ. მე მგონი ბოროტება. კი. ხო, იმიტომ რომ ეგ არ არის რიხში და მაგრამ აი სწორ სიძახს ამას რატო აქვს? ანუ მე კი მაქვს რესურსი რომ ეს აი მაგარი მანქანა ყავს ანას მაგალითად და ვაუ, მეც მაქვს, ჩემი ტვინი მეუნება რომ მეც მაქვს რესურსი რომ მაგარი მანქანა მყავდეს, ხელი გაანძრიან ერთი ადგილი, ხო? მაგრამ მე რომ ჩემი ტვინი რომ მეუნებოდეს რომ ანას არ უნდა ყავდეს ეს მანქანა, დაიმსახურა თუ არ დაიმსახურა, ανას რატო ყავს? არ უნდა ყავდეს, მარტო მე უნდა მყავდეს. აი აქ რა ხდება? არა, ეგ შური არა, ანუ სწორად თქვა, უკვე ხო, ეგ განსხვავება მინდოდა რომ რა თქმა უნდა, არა. ნახე, უბრალოდ, აი ხო არის თეთრი შური, შავი შური. შური არის უბრალოდ შური. ვარდისფერი შური. ხო, ნაცრისფერი შური, როგორც მოწონთ ხოლმე, ეს ნეიტრალურია ცოტა, რომ აი კარგი იქნებოდა, რომ ჯეფ ბეზოსის რაღაც მილიარდები მეტოს, ხო, თუ რაღაც. კარგი იქნებოდა. ანუ კიდევ ერთხელ, უბრალოდ, ეხლა თქვა, მე რომ მინდა რომ მქონდეს ბიონსეს ხმა, ნახე, მე თუ სმენა არ მაქვს, იქ რითმი შეგრძნება ამ ყველაფერს თუ არ ვიმუშავდა რაღაცები, ნუ ეხლა ოკეი, მაგრამ არ მშურს, ან მომწონს ეს ყველაფერი. აქ და გავაბნე, შეგიძლია შეაფასო შენი როგორც ძლიერი მხარეები, ასევე სუსტი მხარეები და რაღაც კალკულაცია მოახდინო, ხო, როგორ შეგიძლია ნუ A პუნქტი B პუნქტამდე მიხვიდე. მე ძალიან დიდ პატივს ვცემ ადამიანებს, რომლებიც მთელი ცხოვრების მანძილზე რაღაცას აკეთებენ. აი სულ რაღაცას რო აკეთებენ, რაღაცკენ იხუცენ. ჭხირკედელაობენ ხვი. აი იცი რა არის ჭხირკედელაობასაც ვერ დავარქვევ. ანუ ამ ადამიანს უნდა რომ აი როგორც უნდა რომ რაღაც აკეთებდეს ცხოვრებაში. არ ჩერდება. ჩალიჩატიბა. არ ჩერდება. ანუ არ ჩერდება, ხო და აი ზოგჯერ იცი რა არის საქართველოში ძალიან უყვართ რომ ადამიანი რა ვთქვა თუ აირჩიე ერთი მიმართულება ან ერთი პროფესია, სულ მანდეთკენ იღწოდე, აი მაგ მიმართულებით განვითარდე. და ეგეც სტერეოტიპი, ანუ რატო? თუმე შემიძლია, ანუ პირობით ვთქვი, უნარები მიწყობს ხელს, რომ გავაკეთო ესეც წეღარო ვიძახით თან ბიზნესი და რაღაც, ანუ რატო არ უნდა გავაკეთო? იცი რა, ჩემი აზრით ეგ არის დამოკიდებული შენს ნარატივზე რაღაც დონეზე რა, შენ სტორიზე. ანუ თუ შენ ერთ სტორიში და ერთ კალაპოტში ესე ჩაჯდები და იმას მიყვები და არ გონია რომ იმისგან გადახვევის უფლება გააქვს, ან რესურსი გააქვს, ნახე ხო, მე თუ მკითხავ ბევრი ადამიანი ზის ციხეში. ახლა რას გულისხმობ აქ რა? ანუ ეს ხო ფსიქოლოგიური ბლოკებია ყველაფერი. ხო. რა, ახლა მაგალითად. ზუსტად მაგას გულისხმობ სტორიში. შენ სტორიში ჩაიკეტე რა. ხო, ანუ ეს არის და ანუ არ გაქვს უფლება რომ იქ თუნდაც რაღაც ზედმეტი თქვა ან ესე ან ისე. ჩემს Facebook-ს ვიღაცა რო გადახედოთ, რაღაც 2011 წლიდან სულ მიხვდები როგორ ვითარდებოდი, მე სად გადმოვხვიე, მე რა მოხდა, როგორ მოვედი აქამდე, მაგრამ რას ვიძახი, იცი რა, მაგალითად მოლოდინები თუნდაც იგივე ფსიქოლოგიასთან დაკავშირებით რა, რატოღაც წარმოუდგენიათ რომ უნდა იყო უბრალოდ ესე 7 წყნარი
კაბინეტშიც, გარეთაც არნაირი უფლება არ გაქვს სათვალე უნდა აგრესიაზე, გეკეთოს და რაღაც არც ძალიან. აგრესიას დაკავშირებით, ანუ ეს არ არის ნორმალური. ქირურგი რო აკეთებს ოპერაციას სკალპელით რო გამოდის გარეთ, ანუ ხო არ მოყავს იგიდან კიდე ხო ის პაციენტები და რაღაცები და ნუ შეუძლია დალიოს კიდევაც, გაერთოს კიდევაც უნდა პოსტაწევს, ანუ ხო და აი რატო ითხოვენ ფსიქოლოგებისგან რაღაცა ეს ერთხელ ზონად ძენში ვიყოთ რაღაცაში გარეთაც და კაბინეტში, ანუ ეს ერთად არ მეც. ანუ ნახე მე კაბინეტში შევდივარ, იქ ვაკეთებ ჩემს საქმეს, ანუ ვიცი რა უნდა გავაკეთო, როგორ უნდა გავაკეთო, იქით რომ გამოდივარ, ვარ ჩვეულებრივი ადამიანი. ეხლა მაყოლებს რა, ანუ რატო ვიწახე? ერთ პერიოდში ჩემი მეგობრები მეხუმრებოდნენ, რომ ანუ მხოლოდ ბიზნესის კუთხით ვეცნობოდი ხოლმე, განსაკუთრებით მამრობიც სქეს. რომ აი ბიზნესი მაქვს. არ ვიცახდი რომ ფსიქოლოგი ვიყავი. იმიტომ რომ ერთმა პირდაპირ მკითხა, ანუ ეს რას ნიშნავს ფსიქოლოგი რო ხარ, მე ვერაფერს მოგატყუებ, ანუ ჯერ დეიქსი რატომ უნდა თქვენგეთი რაღაცა. მოლოდინოს გულისხმობ, ანუ გონიათ რომ ესე გამოვედი მე გარეთ და ანუ რენტგენში მყავს ყველა და ყველაფერი და გარკვეულ რისკებს არ არის. სტატისტიკურად უფრო მეც მიხვდები, ვიდრე ჩვენ. გასაგებია, მაგრამ აქ ხო მეორე ადამიანის მოლოდინებზე საუბარად, ყავს გონია რომ რაღაც უფლება, ანუ არ გაქვს და ანუ უხსნი ადამიანს, ანუ ჩვეულებრივ მოკვდავი ადამიანი ვარ, იქით რომ გამოდივარ, მორჩა, ანუ არაფერი. აი მე მქონია მაქვს იგივე გამოცდილება ლექტორობაზე რა, რაღაც ლექტორი რო ვარ, აი რაღაცნაირად ჩაკეტილი არც რამდენი პროფესიაც მქონია, არც ერთ პროფესიაში არ ჩაუკეტი ვარ ადამიანებს მენტალურად ესე და აი რო გაიგებენ რომ ლექტორი ვარ, იმ წამს რაღაცა ჩარჩოში გსვა, აი მე ლექტორი ხარ, ეგრევე თქვენობით უნდა გელაპარაკო, ეგრევე რაღაც ანუ ძალიან უცნაურია ეგ ჩემთვის რა, იმიტომ რომ მაგალითად მე რო უთხრა ამ ადამიანებს რომ ბიზნესი მაქვს, ხო? ეგრე არ შემომხედავენ რა, მაგალითად მე რო უთხრა რომ რაღაცა თანამდებობა მქონდა ან რაღაც, ეგრე არ შემომხედავენ. არა, ვიცი რა, მოდი ისა ილუზიის იმას დაუბრუნოთ. ძალიან ჩავიჭერე ხე მომეწონა იმას ჩაჭა. რა თქმევინე რა. არა, ხო, ან დღევანდელ დღეს ყველა თუ არა, ყოველი მეორე ადამიანი ვიმყოფებით გარკვეული ილუზიის ქვეშ. რომ ვართ ასეთი და ასეთი, ხო და აქ ძალიან დიდ როლს თამაშობს სოციალური ქსელები, უბრალოდ მაგის თქვა მინდოდა. რის ილუზია გვაქვს? აი მაგალითად რომ თუ მე ვთქვათ ყველა რაღაც ილუზია გაქვს რომ ChatGPT გიყვარს და მასაც უყვარხარ, მაგრამ ეგრე იმას მაგრამ და რა ინტერესებს შევდა. დავშორდით. მაგრამ დღემდე განინც. ეწამე რა რის გამო დაშორდით? რა ვერ გაიყავით ერთი ბოლო პოდკასტის მე მაგრამ მაინტერესებს. ეკლუცებოდა და ანაზე იეჭვიანა. არა, მე ვიცი რატოს დაშორდა. ატყუებს და ამან უთხრა მე დაუწესე საზღვრები ელენა რომ კიდე ერთხელ მომატყუებ და დაგშორდებ. და იმან უთხრა ბონდიში მართალი ხარ მოგატყუებ. აი მე რაც მე ChatGPT ამის შემდეგ ვაგასლაითინგებ რაც დაიბადა იმის მერე არ ვიცი. მე არ ველაპარაკი. აი იმას უნდა თერაპია მე რატო უნდა ანუ არ ელაპარაკები რა გაწყენინა. ანუ ვაფშე არ ვიყენებ რა, თითქმის არ ვიყენებ. სხვა რაშვები რო კითხوان რაღაც არა? რაში მაინტერესებს? არა, მე მაინტერესებდა, ვკითხე, შენ რო კიდევ უფრო დაიხვეწები თქო. ჩამანაცვლებ თუ არა მე თქო. აი, საინტერესოა, უნდა მეკითხა. კი, აი, თანის რა ქვია. ვინ მე შენ რო ჩაგანაცვლებ, მე უბრალოდ შეიძლება გავამართლო. შენს გეკეკლუცება, მე მგონი ისეთი მიაფერისტა, ისეთი მე. თან გიოს ეს. სად შემიძლია შეიჩანოს? შენ რა გამოცდილებაც გაქვს თან იქ ადამიანებს ცოცხალი კომუნიკაცია უყარს ცოცხალი, უნდათ რომ მოვიდნენ ეგ ნახონ და სიცრუეში გვაცხობებს. და ეგ სხვანაირად უნდა გითხო, როგორ ჩამანაცვლებ თქო და მე არა, მაგაზე ეგ თვითონ დაწერა, თვითონ დაწერა მე. მე მგონი ხო აეკრძალა ფსიქოლოგიური რჩევების მიცემა თუ უნდა აეკრძალოს რაღაც ნიუსი იყო ეგეთი თუ სწორად მახსოვს სამედიცინო რჩევების მიცემა. ფსიქოლოგებს სერიოზულ პრობლემას გვექმნის ხელოვნური ინტელექტი კლიენტებთან დაკავშირებით. არა, მართლა, იმიტომ რომ მე მყავს გარშემო ადამიანები რამდენიმე, რომლებმაც სერიოზულად მითხრეს, რომ ChatGPT-ს ვკითხე, ყოფილს შევურიგდე თუ არა. აი, ეგეთი ტიპის კითხვებს უსვავენ რა. კი. და ისიც რაღაცებს ურჩევს. ჯანმრთელობის ნაწილიც დაემატა ხელოვნურ ინტელექტს ზოგადად და შეუძლია რომ იცი რა არის ჯანმრთელობის ნაწილში კაცო. აი მანდაც იქ მივიდეთ, ეხლა რამდენად იცის ChatGPT-მ კონკრეტული ადამიანის კონკრეტული кейსი. ნუ გასაგებია რომ იქ დაუწერს რომ ეს არის ჩემი ზოგადი მოსაზრება და მე ეგეც დავუწერე, კაცო, მარტო როგორც ფსიქოლოგმა კი არ ველაპარაკე. ეს უფრო მეც ელაპარაკება. ვაგასლაითინგე იქ დავაჯერე რაღაცები ჯერე. ეს შაცინდის მარში აწუხოს. არა, სინთეზი არის, უბრალოდ მაინტერესებდა თქვა როგორც კლიენტს რებს დამელაპარაკებოდა. როგორც აი წეღერას ყოფილს დაუბრუნდეთ თუ არა, ნუ ყოფილზე ჯვარი მწერია, მაგრამ ანუ არ უნდა დაუბრუნდეთ ყოფილ. შენ ChatGPT-ს არა. ხოცები ცოტა ხანი.
ის რა ქვია, ანუ რამდენიმე ვარიაცია განვიხილე ესე რა და ანუ ყველგან სხვადასხვა პასუხი იყო, მაგრამ საბოლოო ჯამში რაც აერთიანებდა ყველას იყო ის, რომ ცდილობს რომ ხო აი აფერისტია ცოტა. რა გითხარი? ხო და ამიტომაც მე აფერისტები არ მიყვარს და არ ვეკონტაქტებ. ხო და მე დავშორდინო. შენ საერთოდ არ აკონტაქტები ჩემზე მაგარი აღმოჩნდი, მაგრამ ანუ ძალიან, ოღონდ ნახეთ ეს ანუ არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ არ ვითანამშრომლებ AI-ასთან. არა, აუცილებლად ვითანამშრომლებ. რა კუთხით? თუნდაც კვლევების კუთხით. ანუ ნახე, შეიძლება იქ რაღაცები შეეშალოს ამას, მაგრამ მე ცალკე კიდე რომ მოიწევ, თქვა აი ბოლო კვლევები ანუ ისინი რაც არის, თქვა რამე რაც არის, იდეალურად გელაპარაკება ყველაფერზე და მე შენ უბრალოდ ანუ არ მიყვარს მაგისგან რაღაც ინფორმაციის მოძებნა, იმიტომ რომ რაღაცებს აკლებს, როგორც ფსიქოლოგი როცა ველაპარაკე, მე ვთხარ მე კი ჩამომითვალე, აბა ეხლა ცოტა ერთი ფსიქოლოგები ვინიყვნენ. ცნობადები. დაიწყო რა თქმა უნდა დააწერა ბიოგრაფია ამდენი რაღაცა სია ჩამოყარა, ანუ ეს. ვეკითხები, დარწმუნებული ხარ, რომ აი ყველა არის, ხა მანდ ვიც მნიშვნელოვანია, ვეკითხები. კი, ყველა. ანუ შენ ვინ გინდა, ვინმე რაღაცა ევროპელი გინდა, თუ არ რო განვავრცო, მეთქი, ანუ აი მარტო ესენი არიან? ადლერი გამომიტომა ძალიან მიყვარს ადლერი და მეთქი და ადლერი თქო, შენ მართალი ხარ. აი რაღაცა ეგეთი გააკეთა. შენ მართალი ხარ, კი, ანუ ადლერი რაღაცა. გეკეკლუცება რა. არა, ხო და ნახე იქიდან გამომდინარე რომ რჩება რაღაცეები, უბრალოდ შეიძლება მაგრამ რეალურად მიმართულებას გაწევს. რეალურად სინამდვილეში მაგის ხარჯზე იხვეწება. ანუ რაღაცა რო გამორჩა და შენ რო უცხარი რომ აი ადლერი სად არის? всё, შენ მინდა და მე იქეკება, ხე იმარა გააკეთა კი. და ანუ მაგის ხარჯზე. მაგრამ არა, რაც შეეხება იმას რა ქვია. იცით როგორ რაღაცა მოხდა? აი თქვა აი ავიღოთ იგივე ურთიერთობების კუთხით, ხო? თქვათ, მიდიხარ რაღაცა მოუყევი, იმიტომ რომ დაგერეკა რომ თუ თერაპიას დადიხარ, ბარემ გადაგერეკა ფსიქოლოგისთვის, არ ვიცი რაღაც მომენტი თუ იყო იქ რაზე უბრალოდ ერთი ზარით საჭირო, ანუ ხდება ხოლმე ეგეთი რაღაცაებიცა, თუ თქვათ რაღაც ვერ უკლავდება, შეუძლია ჩვეულებრივ დაგერეკოს და იკავშირდეს. ნუ მე მაგის უფლებას ვაძლევ. და ანუ ამის ნაცვლად თქვათ მიწერა თქვათ ჰუმანური მიტკობები. რა ვიცი. და თქვათ მიწერა იმას რა ქვია, ხელოვნურ ინტელექტს. ანუ არ მივესალმები ამას. იმიტომ რომ წაკითხული მაქვს. ოღონდ ჩემ მეგობრისგან რა მიწერა, სანამ ერთი თერაპია გამაზა. ჩემ მეგობარმა. და გააწოდა რომ უბრალოდ ის პრობლემა ლოკალურად მოეგვარებინა. მივედი წინადღეს ტიროდა. ხდება გაბადრული სახით ეს ჩემ მეგობარო. მეთქი რა ხდება რომ შეიძლება. ესე ყოფილა. იცი რა, ძალიან სწორად ვიძახდი გუშინ და გოგოებმა, ანუ ტყუილად რაღაც მეჩხუბეთა. მეთქი, ანუ რა გადაიაზრე ეგეთი სანამ აქ მოვიდოდით, ანუ რა ხდებოდა და უბრალოდ მე რეაღირა, რომ აი ChatGPT და ჩირო გავიგე ანუ ეგრევე უკვე. თუ ვიყავს და გვიდგება. ანუ სულ მართალი ხარ მიხდი? სულ მართალი ხარ. შენ ხარ მართალი, კი? ანუ სწორია. Confirmation bias-ი რაც არის. ხო და ანუ მორჩა. მან მორჩა განვითარებას და ყველაფერის და ანუ ყველაფერში მართალი შენ ხარ, ყველაფერში კაი. და რაღაც გინდა ახლა შენ იქ რაღაცებზე მუშაობა. ჩაკარელი ხარ. მაგითა შეუყვარდა გიორგისაც, მაგრამ მე მიხვდა რომ ნუ ეს ძალიან რომ ეფერებოდა მე უკვე ეჭვები გამიჩნდა რა. სხვა წყავდა ჩემნაირი. ეხლა მე რა მაინტერესებს იცი? აი წეგან რომ ამბობდით რომ 90%-ით შეგიძლია ყველაფერს მიაღწიო თუ მოინდომება. მან რა არის მთავარი, ანუ გასაგებია რომ ფსიქოლოგთან უნდა იმუშაო, მაგრამ ანუ რეალურად ეგეც მაგასაც ორი მხარე აქვს რა დღევანდელ დღეს, ანუ არიან ადამიანები, რომლებსაც გონიათ რომ მონდომება და საკუთარი რესურსების სრულად გამოყენება მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რომ სარკესთან დადგენ და რაღაცა აფირმაციები უთხრან თავის თავს. მე რა კაი თემა შეეხო და გეგონება ამითი გადაიჭრება ყველა პრობლემა. შენ ხარ სამყაროს მბრძანებელი, ანუ. და ანუ ამის შედეგად ანუ ეტყვენ რომ მილიარდერი გახდები მილიარდერი და გახდებიან მილიარდერი. ძალიან კაკთება შე. და მეორე მხრივ რეალურად ანუ მართლა შესაძლებელია ეს ყველაფერი, ოღონდ და ამ შემთხვევაში მაინდსეტზე აფირმაციებით კი არა რაღაც სხვა მეთოდებით უნდა იმუშაო, ალბათ, არ ვიცი. მოქმედებით, შეცდომებით, გაანალიზებით, მე თქვენ ხართ ფსიქოლოგი? არა, ფსიქოლოგი რა თემაში ხო აფირმაციებს და მოდი ახლა ცოტა დავალაგოთ რაღაცები. ალბათ, სანამ ალაგებს მანამდე გელაპარაკებ. უთხარი, იმიტომ რომ მე არა, დაალაგა უკვე მოусმინოთ, ეხლა დაალაგა. ნახე, პირობითად. მინდა გამოვიდე მოცეკვავე, კაი და მქონდეს თან ბიზნესი. და დედაჩემი მეუბნება რომ შუ არ გაქვს მოქნილობა შენ და ცოტა რამე არ ამოიგდო და ანუ ეხლა ნუ გახდები, ხო ხდები, უბრალოდ სამოყვარულოში მიდი იქ იცეკვე.
აქ დედაჩემი რაღაც კუთხით მართალია, რაღაც კუთხით. რომ უბრალოდ არ მეუბნება რომ დედა გენაცვალოს. კი, შე ყველაფერი გამოგივა, მიდი, ანუ არსებობს რაღაც უბრალოდ გარკვეული სიტუაციები, სადაც ცივი გონებით უნდა შეხედო საკუთარ სკილებს. აი თქვა ადრე რომ მიდიოდნენ ხოლმე რა გადაცემა იყო ის ღილაკს რო აჭერდნენ, აი თქვა სიმღერის ნიჭი ვისაც არ ქონდა და მე აი მშობლები რო ეუბნებდნენ. ხო, აი თქვა და ანუ იქ ხო უყურებთ კულისებში რამდენიმე სიტუაცია იყო, აი ვიღაცა ეუბნებოდა, კი, შენ შეგიძლია, გამოდიოდნენ, მე ჟიური ეუბნებოდა, რომ საერთოდ არც ხმა გაქვს, არც სმენა რაღაც და მე რამხელა ის არის, ხო, ანუ ფრუსტრაცია არის, რომ რას ქვია მე, იმიტომ რომ მე მეჯერა, დედაჩემაც მითხრა, ჩემო მეგობარმაც მითხრა და ასე შემდეგ. ამიტომ ფსიქოლოგიის კუთხით პრინციპში თუ რაღაცა შეჭუგეპარებათ, ანუ შეგიძლიათ მიბრძანდეთ, ადეკვატურად შეაფასოთ თქვენი კიდევ ერთხელ ვიძახი, ძლიერი და სუსტი მხარეები. ეს სუსტი მხარეები გააძლიეროთ, ძლიერი კიდევ უფრო დახვეწოთ. და აი მე რაც იქნება, იქნება. ეხლა რაც შეეხება, რაც იქნება ძალიან ისე უტრირებულად თქვი, მაგრამ კი, ყველაფერს გაკეთება შეგიძლია უბრალოდ ვადაში შეიძლება გაიწელოს სხვადასხვა რაღაც გარემოებების გამო. მაგრამ თუ გინდა და ეს შენი შინაგანი ძახილია, სურვილია და ხვდები რომ ეს მოწოდება გაქვს, კი, გააკეთებ აუცილებლად. ახლა რაც შეეხება აფირმაციებს და მაგის გავლენას დღევანდელ დღეს სოციუმზე. ვაფრენ აფირმაციების და და იგივე ნაირად ეს პოზიტიურ ფსიქოლოგიას რო შევეხოთ, რაც ნაწილი ჩვენი ფსიქოლოგების იწევს ძალიან რაღაცებს ანუ არ ვემხრობით, უხეშად რო ვთქვათ. იმიტომ რომ პირობითად ვიძახი, ცუდა მონდღრეულ საძირკველზე ააშენებ მაგარ სახლს, ხო, აკაი ვთქვათ, ააშენე, ხო, მოგიხერხდა. აი რომ მოვიდეს რაღაცა მეწყერი, ხო წალეკავს ისე რომ ანუ პატრონი არ ეყოლება არავის. აი დაახლოებით იგივე რაღაცა ხდება, ანუ ცნობიერზეც დავიწყებ საუბარს. შენ რო აფირმაციებს იძახი, ეს ყველაფერი ხდება ცნობიერ დონეზე. აფირმაციებზე როგორც ფსიქოლოგ საუბარი მარტო იმის გამო მიყვარს, მხოლოდ იმის გამო მიყვარს, იმიტომ რომ არნაირად არ ვიყენებ მაგას, ანუ არც თერაპიაში და არნაირად მეგონი რაღაცა კლასიკური ფსიქოლოგია არ იყენებს მაგ ყველაფერს, უბრალოდ საერთოდ სხვანაირად მუშაობთ. მხოლოდ იმის გამო მიყვარს მაგ თემაზე საუბარი, რომ ეს არ არის გამოსავალი და არის დროის ხარჯვა. ფუჭი. აი მართლა აი და ემოციისაც ალბათ. ემოციისაც, რა თქმა უნდა, რესურსის და მე კიდე ის რომ ანუ რატო არ გამოდის, იმას თუ გამოუვიდა, მე რატო არ გამომივიდა. ვიღაც შეიძლება გაჭრას და უბრალოდ აფირმაციას დააბრალოს ეს ყველაფერი. და თქვა სხვებს აჯერებს, რომ მიდი, შენს გააკეთე. შენ არის იმის ბექგრაუნდი. სიტუაცია შენ თუ აი თუნდაც ოდნავ მაინც არ გიქექია ბავშვობა, შენ გულწრფელოდით საკუთარ თავში რო ჩაიხედო, რომ მაგარი ტრაუმირებული ხარ, რაღაცებს დაკავშირებდი, კიდე დათრგუნული ემოციებია და კიდე რა ვიცი, მილიონი რაღაც პრობლემები შეიძლება წამოვიდეს. ზემოდან ვერ დააშენებ, ვერც მილიარდელობას, ვერაფერს ვერ დააშენებ. ანუ რეალურად აფირმაცია ანუ არის რა, ვიტყუებ საკუთარ თავს. ან თქვათ, თუ ცუდად ხარ საკუთარ თავს შემოუძახ, არ შეუძლია. ანუ ადამიანი არის ცუდად. ერიცი რო იციან ხოლმე, ხო იცი, დაიკიდე. არა ხო, ეგ ძალიან, კაი, მაგარი რაღაცა. მეგობრებმაც იციან ხოლმე, რა, ცუდად არა მოიცა ეხა. მიდი ეხა ხო იმასკენ რაღაცა. მოიხოდე გელა. გამაიყვანო. აი ხო, აი უნდა რას ქვია, საერთოდ სიტყვა უნდა რას ნიშნავს? უნდა გამაიყვანო. არა, ხოდა ზოგადად უნდაც რას ნიშნავს, ხო? ანუ უნდა იყო. აქედან გამომდინარე, ჩემს გარშემო ვისაც პრაქტიკაში ქონიეს რაღაც აფირმაციებთან დაკავშირებული გამოცდილება, ცოტა რაღაც პერიოდი იქით წაიღო, ანუ არ იყვნენ კარგად ეს ადამიანები, იმიტომ რომ იძახი რომ თქვათ, აი მილიარდერი თქვა თუ რა თქვი? რაღაც თქვა, წარმატებული ანტრეპრენერი ვარ, რაღაც და ანუ იძახი და ანუ არაფერი არ ხდება შენ ცხოვრებაში. ანუ ვერაფერი ვერ მოხდება. ხო, ახლა თუ არ იმუშავებ. სოციმედია მაგაზე ძალიან მაგრად მუშაობს, რომ აი ესეთი ვარ, ისეთი ვარ. ხო, ნახე კიდევ ერთხელ, შენ შეგიძლია სხვა ადამიანს საკუთარი თავშესახებ წარმოადგენა შეუცვალო, ჯერ აქედან დავიწყოთ რა. მაგის მილიონი ექსპერიმენტი არსებობს, მაგრამ ნახე, ადამიანი რო დაშალო ესე ხო, რომ მოდის და თქვა აი რო კითხო, რომ აი აღწერეთ რა ეს საკუთარი თავი. აქედან რამდენიმე თვისება შეიძლება იყოს ესეთი, რაც თვითონ კი არ ფიქრობდა, რომ პრინციპში ანუ ეგ ახასიათებდა, მაგრამ სხვებისგან აქვს გაგებული, თქვა, ვინც მისი ავტორიტეტი იყო, თქვა, მშობელი და რაღაც კრებულს წარმოადგენ, ხო, ანუ ამ რაღაც თვისებების. და ვიღაც რო ეკითხები, რომ ანუ რატო ხარ აგრესიული, ანუ თქვა, ვიღაცამ თუ თავში რაღაც სკამი გადაგარტყა და თქვა, შენც რო რაღაც თავი დაიცავი, ანუ ეს აგრესია, თქვა, შემდეგი პერიოდი რო აი იმპულსური რატო ხარ, ანუ ჩანსაღი რეაქცია იყო იმ დროს, ხო? ხო, ცუდი გონია. და ვის როცა ხო, ანუ შესაბამისად ძალიან მოდი ესე ვიტყვი, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გარემოს. შენ თუ ჩაჯდები 10 მოწუწუნე ადამიანში, ვისაც მხოლოდ მიზეზები აქვს, უთახანში შენს
იგივე იქნები. შენ თუ აიღებ მაგალითად სიტყვაზე მართლა 10 წარმატებულ ადამიანს ვისთანაც მეგობრები გენდონება იმათგან რაღაცები ისწავლო, მართლა წინ წახვალ. აი მაინდსეტის შეცვალს რაც შეეხება საბოლოო ჯამში afirmაციაც ხო ეგ არის რომ მაინდსეტი უნდა შეიცვალო ხო არის რომ უნდა დავიჯერო მე თვითონ რო ჯერეს. საბოლოო ჯამში მე ასეთი მიდგომა მაქვს ესეთი გამოთქმა არსებობს რა რომ ბავშვობაში ველოსიპედი თუ არ ყავდა და ახლა Porsche ყავსო. ბავშვობაში ველოსიპედი მაინც არ ყავდა. მაგ არის ფსიქოლოგია ორ წამში. იმდენ ადამიანს გაუკეთებია და ძალიან დასაფასებელია ყველაფერი რაღაც საქმიანულიდან დაუწყე წარმატების მიუღწევია იმის გამო რომ ესეთი ბავშვობა ქონდა ხო? მაგრამ რატომღაც რო აღწევენ მე ამ ყველაფერს შინაგან საერთოდ არ არიან ანუ კმაყოფილები არის ბედნიერები ახლოსაც კი არ არის ყველაფერი. რატო? მივცადით ცოტა ხანი ფსიქოლოგთან რაღაცა რომ გაიარეთ რა ხდება როგორ რა გჭირდებოდა თუ არა საერთოდ ეს ყველაფერი ხო, ანუ მაგას ვთქვი კიდევ ერთხელ. აი, ქვეცნობიერს ფსიქოლოგის გარეშე შანსი არის, რომ თავისით რაღაც თვალსაზრისით დაიმუშავოს ადამიანმა. ნახე, მოდი ასე გეტყვი. რეალურად შენი ამჟამინდელი ცხოვრება არის ის, რაც გაქვს ქვეცნობიერში. ხო, ანუ ეგ გასაგებია. თუ რამე გგონია რომ თქვათ ვიღაცის გამო და რაღაცის გამო ანუ არ გაქვს კი დაშვება არ გაქვს ამას გაკეთებული რაღაც არის იქ ფაქტორი რაც ხელს გიშლის ძალიან. და რაც შეეხება საკუთარი თავის თავად დამუშავებას არის რა თქმა უნდა რაღაცები კიდევ ერთხელ შეთერაპიაზე რომ ძალიან მიხვიდე ელემენტარული ჯერ მარტო სიზმარში რამდენი რამე მუშავდება ანუ უბრალოდ არ იცით ხალხო კოლოსალური რაოდენობა მაგრამ უბრალოდ ანუ ზოგჯერ ეხება რომ პატარა რაღაც წახმარება ჭირდება. და ისეთ შეეხება კოლეგებს ძალიან გვყვარს ის რა ქვია ერთმანეთთან ვიზიტი და კი წეღა რო ვიცახდი რით უნდა დაიწყო საერთო თერაპია სასურველი იქნებოდა არა აუცილებელია რომ შენს ფსიქოლოგთაც უნდა ყავდეს აუცილებლად ფსიქოლოგი. რამე მეთოდები არსებობს შენი ტვინი რომ მოატყო აი მაგალითად რას გულისხმობ ეს ტვინი ხო რეალურად იმიტომ გვიბლოკავს ამ ქვეცნობიერს ნუ ლოგიკურად თუ იმჩნევს მე ან ძალიან ცუდად ვარ ყვე ფსიქოლოგიაში ხა ჩემს თქვენ სავარაუდოდ იმიტომ ბლოკავს ამ ქვეცნობიერის ცოდნას და იქ არ დალექილ ასე ვთქვათ აზრებს რომ დაგვიცვას ხო თავისად უბრალოდ დისკომფორტისგან დაგვიცვას თუ არ ვიცი ანუ ალბათ არსებობს რამე მეთოდი რომ ტვინის ცნობიერი ნაწილი ისე მოატყუო რომ იმან ქვეცნობიერიდან გამოუშვას ინფორმაცია არა ხო ნახე უბრალოდ რა გავიგე ანუ ქვეცნობიერიდან რაღაც ინფორმაციის ამოღება გინდა რომელსაც შემდეგში გამოიყენებ თუ ვერ მივხვდი უბრალოდ ანუ რეალურად ჩვენ პრობლემების ძირითადი ნაწილი როგორც მივხვდი საუბრიდან ხო მოდის იქიდან რომ ჩვენ გვაქვს ქვეცნობიერში რაღაც ტიპის რწმენები ან რაღაც ტიპის ინფორმაცია რომელსაც ვერ განვბლოკავთ და იქ არის დალექილი იმიტომ რომ არ ვიცით რომ იქ არის ხო აჰა ხო ეგრე ანუ უმეტეს ანუ ქვეცნობიერი ხო ჩვენთვის მიუწვდომელია ხო მოკვდავი ადამიანებისთვის რომლებიც ფსიქოლოგები არ ვართ ჩვენთვისაც კაცო იქნება მილიონარი მუშაობა რეალურად ჩვენ გაიგო ადამიანს ხო რა პატერნია ანუ ამის თქმა მინდა ამ ქვეცნობიერის ინფორმაციას მე როგორც მივხვდი იცავს ცნობიერი ტვინის ცნობიერი ნაწილი რომელიც გეუბნება რომ ეხა შენ თუ იყიდი Porsche-ს ან მნიშვნელობა რა ველოსიპედი ყავდა თუ არა ბავშვობაში ან სინამდვილეში შენ ქვეცნობიერს ახსოვს რომ ველოსიპედი არ ყავდა და ის გტკივა ხო მაგრამ ეს ცნობიერი ხო ამას გიბლოკავს რა ნუ შენ რო რეალურად ცნობიერ დონეზე ხვდებოდე რომ შენ ველოსიპედი რო არ ყავდა ის გაქვს მოსანელებელი და Porsche არაფერს გიშველის ხო ეგრე არ მოიქცეოდი ანუ ხო ჯერ იმაზე იფიქრებდი რომ ჯერ ის მოვინელო და მე Porsche მომინდება თუ არა ვიყიდ მოდი მაშინ ანუ ასე ვიტყვი. ეხლა რაც იცახი ანუ ეგ არის და მეუბნები რომ თავად თუ შეუძლია ადამიანს რომ ეს რამენაირად ხო რამე ხრიკებით შეგიძლია რომ ანუ რაღაცნაირად ეს ბარიერი გაარღვიო შენ ცნობიერ ველსა და არაცნობიერ ველს შორის. მოდი ასე ვიტყვი. კიდევ ერთხელ არსებობენ თეორეტიკოსები და გაგაცინებს. არსებობენ პრაქტიკოსები. უნდა გაგიმართლოს ძმაო. საჩოურდა. ნახე კიდევ ერთხელ არსებობენ თეორეტიკოსები, არსებობენ პრაქტიკოსები. ვიღაც შეიძლება ძალიან მაგარი ლექტორი იყოს, თქვათ რაღაც იქ ფსიქოლოგიის რაღაც საკანს რა სწავლის და ანუ არსებობენ პრაქტიკოსები, ესე შეგვაგდიან რომ კაბინეტში და გვამუშავა იქ შენს რაღაც, ხო? მე ვიტყოდი ასეთ რაღაცას, რომ გადააზრება რაღაცეების ისედაც, რაც მარტო შეუძლია ადამიანს და თუნდაც ფსიქოლოგთან ერთად, ეს არის მარტო ცვლილებების და სამუშაო პროცესის 30% დაახლოებით. ძალიან უტრირებულად ვიძახი ახლა ამ ყველაფერს. სხვა დანარჩენი არის ქმედება. ანუ ნახეთ პირობითად მე თუ მინდა რომ რაღაცა შევცვალო უნდა დავიწყო ქმედება ან ნახეთ კიდევ ერთხელ ეს უკვე ნეირობიოლოგია რა
თუ რამე მინდა რომ შევცვალო, უნდა დავიწყო ქმედება. შენ რატო არის რომ აი მაგალითად ძალიან ხშირად მიდიან კლიენტები ფსიქოლოგთან და ეუბნებიან რომ იცით რა არის, აი დავდიოდი წლები ფსიქოლოგთან, მაგრამ აი რაღაცა ცხოვრების ხარისხი, ანუ არ არის მაღალი, რა თქვა, ან ისევ შეიძლება თანადამოკიდებულ ურთიერთობაში არ არის, მაგრამ მაინც აი რაღაცებში ანუ არ უმართლებს იგივე, რა რაღაცები არ შეეცვალა, კარიერულად რაღაც წინ ვერ წაიწია. და საბოლოო ჯამში აღმოაჩენ რომ უბრალოდ ხოლოდ ანალიზი ხდებოდა. აი ეს იმიტომ დამემართა რომ ეს ამის ბრალია, ეს იმიტომ დამემართა რომ ეს ამის ბრალია, ეს გავაცნობია ეს ყველაფერი. მაგრამ სანამ შენ არ გადახვალ ქმედებებზე, არაფერი არ შეიცვლება უბრალოდ. ეს არის ილუზია. და ამიტომ არის რომ ადამიანებს ძირითადად უყვართ ამ ყველაფერზე საუბარი, წაკითხვა, მოსმენა, ვიდრე ქმედება. აი ქმედებებზე რატო არ გადადიან? ანუ ეს სიზარმაც სისტემა არის თუ რამე სხვა? შენ ის რაც გინდა ადამიანის ცხოვრებაში, მაგისთვის ფსიქოლოგიურად მზად უნდა იყო. იმიტომ რომ შეიძლება მიიღო და საერთოდ ვერ შეირგო. ეხლა რამდენი ვარსკვლავი ყავს ეკითხო, თუნდაც ჰოლივუდს რო გადავხედოთ, ვიღაცა თქვა თუ გახდა ის ცნობილი მომღერალი. ანუ ლატარია მოიგო. ხო, და აი უცებ ვერ გაიგო და ანუ ადგა დახარჯეს. ხო და შეიძლება ერთი ის იყო ევროპაში მოიგო ვიღაც კაცმა ჯეკპოტი და ანუ არ ვარო მზადო. და ანუ ძალიან დიდი თანხა აქედან დაარიგა, ანუ მაშინ პირველად ჩაუვარდა ცხოვრებაში ამხელად თანხა. ანუ ოჯახის წევრებმა ლამის გააგდეს სახლიდან, მაგრამ ვიცი რა არის, ანუ ეგეთი ემოციურად გულწრფელი როცა ხარ ადამიანი, როცა ხარ გულწრფელობა აკლია ადამიანს. ძირითადად. ანუ ნახე, ოღონ არ მეტკინოს, კაი, გავიგეთ რომ ანუ არ გინდა რომ ეს გეტკინოს, წეღარო ახსენდი რაღაცებს ხო გვიმალავს, ანუ ეგრე არის რომ მოგონებებსაც გიმალავს შენ რაღაცებს, რომ არ გეტკინოს და არ გააფრინო იმ კონკრეტულ მომენტში. ანუ არ გაგიშტე. მაგრამ კიდევ ერთხელ აქ შეიძლება რაღაცები საერთოდ ბავშვობიდან ვერც გაიხსენო და ანუ ზოგჯერ ანუ არის რომ არ არის აუცილებელი იქ იჩხერკედაო რაღაც ბავშვობაში. უბრალოდ აი ამ ეტაპზე აქ და ახლა ეხლა რა პრობლემაა და რა გიშლის ხელს. უნდა გავიგო დეფიციტი სად გაქვს. შენი ანუ რეალური ნიდები რაში მდგომარეობს. ან ეს სურვილი აი ახლა რაც გაქვს რომ გინდა. მართლა გინდა. იმიტომ რომ სრულსურვილები არსებობს მილიონერი. ან რო გქონდეს შეიძლება საერთოდ არ მოგიტანოს არანაირი. რა თქმა უნდა. ემოცია კი არა საერთოდ არც გამოიყენო. აი შეიძლება იძახდე რომ iPhone-ი მინდა მაგალითად და ან აი ეს ჭიქა მინდა, ან რაღაც მიკროფონი მინდა და როგორც კი გექნება შესაძლებლობა რომ გქონდეს, ან მოიპოვო, ან გაჩუქეს ან რაღაც, მიხვდები რომ მე მგონი ფულზე არის ეგ ძალიან საინტერესო რა, აი უმეტესობა ადამიანების ხო ოცნებობს რომ ძალიან ბევრი ფული ქონდეს. ანუ რო კითხო რომ აი ძალიან ბევრი ფული და გამწავს, აი რაში გამოიყენა? არავინ არის. სახეს და მანქანის და მოგზაურობის იქით ვერ მიგიან. მაქსიმუმ დახარჯვაზე გელაპარაკონ. ანუ მაქსიმუმ დახარჯვაზე. ზოგი მაგაზეც ვერ გელაპარაკება. კი, არის არის. ხო, იმიტომ რომ ეგ არის რაღაც უსაფრთხოდ უნდა რომ თავი იგრძნოს რა ხშირად და ეგ არის ჩემი აზრით. ერთი გამოთქმა არსებობს რომ აი ხო არის თქვა 4 კედელი და რაღაცა თქვა დავიღოთ კიბე რა. კიბე არის შენი ცხოვრების გზა. კედლები არის მიზნები. აი ამ კედელს რომ მიადგამო ამ იმას რა ქვია კიბეს რა. თავარი ბოლოში რო ახლა არ გაიაზრო რომ ანუ ხვის კედელს მიადგიო რა. ანუ შენი სურვილები და მიზნები კი არ იყო ვიღაც ხვისი იყო. შეიძლება მშობელი იყოს, შეიძლება რა ვიცი ვიღაც კუმირი იყოს, ვიღაცები ერთმანეთს ჯიბზე აღწევენ რაღაცებს. თამაშობს ჯიმ კერი მე მგონი რაღაც ვითომ რეალობა როა და სინამდვილეში რო რეალიტი შოუა და ბოლოს რო კიბეზე ადის გაკრას. ხო მე მგონი ჯიმ კერი თამაშობს ხო? თუ რომელია? მე მგონი მოგერთ რაღაც ილუზიური შოუ არის რომელშიც რეალურად ცხოვრობენ ადამიანები და ჯერათ რომ რეალური ცხოვრება და სინამდვილეში შოუა და ბოლოს ზუსტად ეგ არის რომ ანუ ჯიმ კერი ოკეი. ჯიმ კერი არის. ამიტომ ერთ ეგეთ სავარჯიშო არსებობს ხოთა შორის რომ ანუ უნდა დაჯდე და წარმოიდგინო რა. ზოგიერთი ადამიანი ცოტა არ აღწევს თავის მიზანს. ძალიან ის თუცნაური ქვეცნობიერი ის არის რა. არით იმას რომ მიაღწიოს, მე საერთოდ რისკერ უნდა ისწრაფოს, ანუ კიდე დამატებითი სურვილები ანუ არა აქ ადამიანს. ეს ძალიან სასაცილო ხო არის, მაგრამ ანუ რეალურად საკმაოდ სერიოზული მიზეზია იმის თუ ჯერ რატო ვერ აღწევს, იმიტომ რომ იმას რომ მიაღწიოს, მე ანუ აღარ იცი რა უნდა აკეთოს. ასევე შეიძლება ფიქრობს რომ არ არის მზად. მიუხედავად იმისა რომ ბოლო ნაბიჯიღა დარჩა და ის ნაბიჯი შეუძლია გადადგას, არ არის მზად რომ იქ იყოს მწვერვალზე. მე ხა ამას წინათ თამსვლელი მეკლდეური ესე ვთქვათ, ერთი ადამიანი გავიცანი
რომელმაც მითხრა, რომ სხვა ქვეყნიდან ჩამოვიდა ადამიანი, რომელიც უნდა ასულიყო მყინვარ წვერზე და ანუ ბოლო 5 მეტრი აღარ გაიარა იმ ადამიანმა და დაბრუნდა უკან. თქვა რომ მე მთელი ცხოვრება მქონდა მიზნად, რომ აი აქ ასულიყავი და აქ რომ მოვედი, მე მივხვდი, რომ აქ ასვლისთვის მე მზად არ ვარ იმ წვერვალზე მისვლისთვის და ბოლო 5 მეტრი აღარ გაიარა და დაბრუნდა უკან თავის ქვეყანაში. და მე მეორედ ჩამოვიდა უკვე წლების მერე და მე გაიარა. ხო, ანუ ამიტომ ნახე კიდევ ერთხელ ანუ არსებობს ეგეთი საერთოდ რაც შეიძლება პრეტეში მარტომაც გააკეთო, რომ აი თქვათ მივიღე ეს ყველაფერი. ანუ აი იქ ვარ. აი ახლა რა მინდა ანუ მე როგორ ცხოვრობ, ანუ რას ვაკეთებ? რამე მინდა კიდევ გავაკეთო. ანუ ხა იდეალურ ვარიანტში მე მაგალითად ეს ჩემი სუბიექტური აზრია, არავის თავს არ ვახვევ. ადამიანი, რომელიც მართლა რეალიზებულია, გინ თავის რაღაცა პროფესია იქნება, საქმიანობა იქნება, რაღაცა თავის უკვე სოციუმი წავს, ვინც ან უყურს რაღაცები. ამასთან პარალელურად შეუძლია, მაგრამ საბოლოო ჯამში უნდა იყოს სხვა ადამიანების განვითარებაზე, დახმარებაზე ორიენტირებული. ეხლა წარმოგიდგინე, იმაზე ლამაზი სანახავი ხო არაფერი არა, შენ ანუ კლიენტი რო გახსოვს თქვა როგორი მოვიდა და მე რო ვუშვებ, ანუ საერთოდ სხვა ადამიანი რო არის, ისევ ის არის, უბრალოდ არ თვითონაც კი არ იცით რომ შეეძლო რომ ანუ ეგეთი ყოფილიყო, თუნდაც ეგეთი გაბედული, თუნდაც ეგეთი მიზანდასახული, აი, არ ვიცი, აი ამაზე ლამაზი რა უნდა იყოს უბრალოდ. რა თქმა უნდა, თუნდაც უნარების გამოყენება, ეხლა მე მაგალითად 11 წელია ლექტორი ვარ უკვე და მე რომ 10 წლის წინ ვასწავლიდი ადამიანს, თქვათ, მენეჯმენტს, ლიდერობას, კომუნიკაციას მსგავს რაღაცას და მე რო სადღაც შევალ და უყურებ რომ ის ადამიანი გენერალური დირექტორი გახდა იმ კომპანიაში, ანუ ძალიან დიდი ხო, თან სიამაყის სიამოვნებაა. და ამიტომ არ არის მარტივი რა თერაპიაზე მისვლა მოკლედ რო თქვათ, ანუ გაგებით უნდა მოვეკიდოთ, ანუ იმ ადამიანებს ვისაც თქვათ ჯერ ვერ მიდის, იმიტომ რომ თავისი დრო როცა დადგება და როცა აენდოება აი აქ ეს კაპი რომ იქნება რაღაც, გააკეთოს გასაკეთებელს. ამიტომ ცოტა აი კოუჩების თემასაც შეეხება, რა არის იცი, აი ეგეთი მაინდსეტით ვინც არის, თორსა ანტრეპრენერებს აღშია და ხასიათებთ ხოლმე, რომ აი დადგებიან და ანუ შენ ეს უნდა გააკეთო, მე შენში ეს რესურსი დავინახე, ანუ ეს ანუ ახალგაზრდა და ცოტა სიკეთით ძალადობა არის რა კუთხით, იცი რომ შენ დონეზე გამოგდის ხო რა. გასაგებია, მაგრამ სიკეთით ძალადობას გულისხმობ იმას, რომ გასაგებია რომ შეიძლება შენ აღმოუჩინე ადამიანს რესურსი, რომელიც თითქოს თავად ვერ ხედავდა, მაგრამ ახლა არის თუ არა ისეთ ფსიქოემოციურ მდგომარეობაში, რომ ეს სკილი გამოიყენოს, ეგ საერთოდ სხვა ამბავია რა. ძალიან საინტერესო კითხვა გამიჩნდა, რომ ისმენით აი ამ ლიდერის და თანამშრომლების დამოკიდებულებაზე. ხა მაგალითად კოვიდის მერე განსაკუთრებით გააქტიურდა ეგ დისკუსია, რომ თაობების მიხედვით როგორ განსხვავდებიან დასაქმებულები, მაგალითად მილენიალები როგორ თანამშრომლები არიან, ჯენზი როგორ თანამშრომლებია და ლიდერების უმეტესობა უჩიოდა, რომ ამ ჯენზის მოკლედ ვერაფერი მოუხერხეთ. რა უნდათ, საიდან მოვიდნენ, ანუ მილენიალები ხო ეგეთი ტიპები იყვნენ, რომ ლიდერი თუ ეტყოდა, რომ შენ ეს შეგიძლია, მილენიალი ყოფს. და ჯენ ექსი კიდევ უფრო აკეთებდა მოკლედ. ანუ იმის კითხვა მინდა რეალურად საბოლოო ჯამში რეალურად ჯენზი ხო მილენიალების უმეტესად მილენიალების მიერ გაზრდილი თაობა და შესაბამისად მილენიალებმა რაც ფსიქოლოგიურად დააკლდათ ყველაფერი ხო ჩადეს ამ ჯენზიში საკუთარ შვილებში მე ეს ჯენზი საუბარ ზედმეტად სენსიტიური თუ არ ვიცი როგორ აქვია გამოვიდა და ზედმეტად კარგად იცის თავის ემოციები თუ რაღაც მსგავსი და საბოლოო ჯამში ეხლა ანუ იმის თქმა მინდა რომ გადამლაშებაც ხო არ მოგვდის ხან რომ ზედმეტად გულთან ახლოს შეიძლება მიიტანოს ადამიანმა ყველაფერი იმის გამო რომ აი ბავშვობაში ველოსიპედი არ ქონდა. ან სახელების დარქმევაზე ხო არ მოგდის ხოლმე ყველაფერზე ხო? ხო, აი ნახეთ თუ ეცხა ჯენზიზე რომ საუბრობთ ვიღაც შეიძლება იყოს ეს სენსიტიური ხარ რაც ციცახთი, ვიღაც შეიძლება არ არის. მილენიალებს ხო არის კაცო განსხვავება. მაგრამ ან ჩვენ ვსაუბრობთ აქ თაობის მახასიათებელზე, როგორც ასეზე, ნუ გასაგებია რომ გამონაკლისს. ანუ თაობები გასაგებია, მაგრამ ანუ ის წევა ხო ეკითხე რომ გადამლაშება ხო არ გამოგდის, როცა ადამიანი თავს იმართლებს, რომ ბავშვობაში ველოსიპედი არ ქონდა? არა, ამ შემთხვევაში აი მაგალითად თავარი რაც მოგვისმენია იმ განცხადებებიდან, რაც პრეტენზიები არსებობს ჯენზის მიმართ, როგორც დასაქმებულის მიმართ, არის ის, რომ მაგალითად მას თუ მისცემ შენიშვნას, ჯენზი ადგება და სამსახურიდან წავა, იმიტომ რომ შენიშვნა ვერ აიტანა. ან რაღაც მსგავსი ტიპის რაღაცები მოგვისმენია გიორგი და მე თანხმობა ამ თემაზე და ანუ იმის კითხვა მინდა რეალურად. ანუ ეს სამსახურში შენიშვნის მიღება თავისთავად მით უმეტეს თუ ეს შენიშვნა არ ატარებს აგრესიულ ხასიათს და სწორი ფორმით არის მიწოდებული, ხა რეალურად ხო არაფერი ამაში ცუდი არ არის, რატომ უნდა წახვიდე? არა, გაზრდის საშუალება. გარდა იმისა, რომ ამ შემთხვევაში ძალიან სენსიტიური ხარ,
მართლა და თვლი რომ ამითი შენი არ ვიცი ფსიქიკა დაზიანდა. ხო, აი არ ვიცი ნახეთ ჯენზისთან მქონია შეხება და ხო, შეიძლება ესეც სტერეოტიპულად მოგისმენია არ გამომრეცხა. ხო, მითხრა არის, ცოტა ჯენზის სამხედრო საჭიროდ რას ვიტყვია. მაგალითად, მე არ ვიცი როგორ ვიქნებოდი. ჯენზი რამეს კი არა, სხვა რამეს იმ უფროსების კუთხიდან ვიცახი, ვინც მაგას იცახიან. მე არ ვიცი როგორ ვიქნებოდი კრიტიკულ ასაკში რომ მომწეოდა პანდემია. სიტყვაზე ვიცი, ძალიან ბევრ რაღაცას აქვს მნიშვნელობა რა. ეხლა რაც მილენიელებს, არ ქონით იგივე გამოცდილება, ხო? აი მე ამ ქვეყანაში მილენიელებს. არა, ვიცი, მეც მილენიელები, მაგრამ სხვა რამეს ვიცახი, უბრალოდ ნახეთ ეს გაჯეტების თემაც რო აიღო, ტექნოლოგიური წინსვლა და რაღაცები, ყველაფერი ხო არ იყო, ხო? იგივე ხა. აი ჩემი საყვარელი მიმია, კიდე დღეს რამდენი მიმი გამაღწევა. ხო, მიმერად ყალიბდები ნენერა. მე თრეშოლოგი ვარ. მე მიმებს ემაქვს მიჭაჭლა. აი ეს ხო ცნობილი ფოტოა რა ეს გასისყლული ესო ქრისტეროს კი მილენიალი რო აი ესო ქრისტე გასისყლული და ჯენზი რო თავის პრობლემას ხო ან რო დაისტრესა ან რო დაიკრინდა ჩვენ რო გამოვიერეთ 90-იანები მერე მთელი ამბები მერე პანდემია მერე ომები კი უბრალოდ არ აქვს სხვა რამეს გულისხმობ სიტყვაზე ვიძახი ადრე როცა ეს ტექნოლოგიები ესე არ იყო ხო შენ შეიძლება ვერ გაგეგო სიტყვაზე ვიძახი თბილისში რო იყავი საბანეთში რა მოხდა და არანაირი იმპაქტს არ ახდენდა ეს ყველაფერი, მაგრამ როდესაც შენი მოდები ყო სამყაროში, სადაც ინფორმაცია ყველა მხრიდან მოგდის და წეღავს საუბრობთ ხო იგივე დოპამინზე, დამოკიდებულობაზე, მიაჭულობაზე, რაც მე ეს ავტომატურად იწევს ამ შფოთვას, სტრესს და ასე შემდეგ, ლოგიკურია რომ კონდეთ ზოგიერთ ჯენზის რაღაცნაირი რეაქცია და როცა კრიტიკულ ასაკში ჯერ კიდევ რომ ჩამოყალიბდა იქ სქესობრივი მომწიფება როა და რაღაცები ეს პანდემია გიწევს, რადგან გარეთ უნდა იყო, ხალხთან უნდა ქონდეს კომუნიკაცია, ეს რაღაცები, ლოგიკურია როგორიც არის ჯენზი, მოდი ასე ვიტყვი, არ დავახასიათებ როგორია, მაგრამ ლოგიკურია უბრალოდ და დანარჩენი მოლაპარაკების ამბავია. ზომიერებაში არ ვერე. ხო, რომს ჩავერიო რა. არც არა. აი, მაშინ აქედან ლოგიკური ერთ კითხვას გადავსვარ და მე გიორგის ფუთმა ბასპარეს. იმიტომ რომ ძალიან დავჩაგრე. მომწონს ძალიან აქტიურად. რადგან თაობებს შევეხეთ და ასეთ საინტერესო პროფესია გაქვს, რასაც ზოგადად ყველა ფსიქოლოგიური პრობლემა მოდის რეალურად ბავშვობიდან. მაშინ აი დღევანდელ სამყაროში როგორიც არის იმ კანონზომიერებით რაც არის, როგორ შეიძლება დაიცვა ბავშვი და დარწმუნებული ეს თემა ჩემს გარდა ბევრს აინტერესებს, იმისგან რომ მაქსიმალურად ნაკლები ტრამვა ქონდეს სამომავლოდ იმისთვის რომ ჩამოყალიბდეს ნორმალურ ადამიანად. როგორი დედური კითხვა, ეგრევე დაცვაზე რომ გადავიდა და ასე შემდეგ. თულიადედის ცხოვრება. კი. ჯერ დავწიქიდან რომ ყველა პრობლემა ფსიქოლოგიური არ მოდის ბავშვობიდან. შეიძლება ბრწყინვალე ბავშვობა გქონდეს, მაგრამ მე ხო, ოკეი. რიგი პრობლემა. ყოველი შემთხვევისთვის მაინც ვახსენებ. ვინმე რო არ გამოგვეკიდოს კაცო მე სიტყვაზე ხა რა იცი. რაც შეეხება დაცულობას. ხო, ალბათ ბოდიში არასწორად დავშეკ კითხვაში. აი, უფრო იმას გულისხმობდი, რომ რაღაც ტიპის რწმენები რაც ბავშვობაში ყალიბდება და მე ფსიქოლოგიურ პრობლემებს მაგალითად ჩვენ ხო გვეუბნებოდნენ სკოლაში რომ როგორ უნდა გაზარდო ბავშვის რომ ნაკლები ტრავმა ქონდეს ამას კი ბიჭი ისე უნდა მოიქცეს გოგواسენ ხო რა ბიჭები არ ტირიან რაღაც ტიპის ხო აი ამას ხო ჯერ დავიწყოთ იქიდან რომ ეს ჩემი ფავორის და ყველაზე usაყვარლესი ის არის რომ ბავშვს ჭირდება ორი გამოგადგება შენს დედობის ამბავში. ვაუ, შვილი. აი, ChatGPT-ის გატურავეს იზოთ. ბავშვს ჭირდება პირველ რიგში ბედნიერი მშობელი. მე მინდა რომ ამ დროს ტაში დავუკრა, მართლა. აი ეს არის უმთავრესი. იმიტომ რომ შენ რაც არ უნდა ესაუბრო ბავშვს რაც არ უნდა ელაპარაკო, ბავშვს ერთი დაგემსგავსება მაინც შენ, თუ წეღა როგორც თქვი, რას აკეთებ მაგის მიხედვით გემსგავსება და არა ის რას ელაპარაკები და შეიძლება ბავშვიც ახლა კაი კოუჩინგი რაღაც ჩაუტარო, მაგრამ აზრი არ აქვს, შენ გემსგავსება. ბავშვმა ანუ ის სითბო სიყვარული ხა ჯერ მეპარება რომ ახლა ბავშვს არ მოაკლებს ანუ არც მშობელი, მაგრამ ნახე, ყველა ბავშვს აქვს თავისი ნიდი. რომელიც არ უნდა გამოგცნო, დაკვირვებული მშობელი უნდა იყო ადამიანი რა. ნახე, ცალკე ჯობია. ცალკე, რა თქმა უნდა. ცალკე პროფესია. წელიწად ნახევრის რო არის ბავშვი, უკვე ტიპი არის რა. ან თავის მოდასტურებ. იმიტომ რომ უკვე მიჯაჭულობის ტიპიც კი უკვე ჩამოყალიბებული აქვს.
და ეს მიჯაჭვულობის ტიპი რამდენიმე არის, ანუ არ ვიცი, ხა უბრალოდ დრო რა დაგაგიგოთ და რაღაცები, თუ იცის მიჯაჭვულობის ტიპები დაახლოებით, ვისაუბროთ, არ ვისაუბროთ, ვისაუბროთ აუცილებლად. ვისაუბროთ, ჩვენ მე არ ვიცი მაგალითად. კაი, რახან პანდემიას შევეხეთ, აი მე მაქვს ეგეთი კითხვა, რომ და ესეთი დაკვირვებაც მაქვს, რომ პანდემიამ შეცვალა ბევრი რაღაცის გარდა, შეცვალა ურთიერთობები, ადამიანური ურთიერთობები, პირადი ურთიერთობები, ყველაფერი შეცვალა ურთიერთობებში ჩემი აზრით. ყველაფერი რა დიდი ნაწილი და აი რა ეფექტი ქონდა ზოგადად ადამიანებზე ფსიქოლოგიურად, ანუ მათ შორის თერაპიაშიც. რა გვიქნა პანდემიამ? ოღონდ მთელ მსოფლიოს ეს არ არის ქართული პრობლემა, ან ამერიკული, ან რაღაცა მექსიკური, ზოგადად, ან იაპონური. მე ზოგადად მიყვარს ეს, რა ქვია, ეს პოზიტიური კუთხიდან რაღაცების შეხედვა. ესეთ base setting-ებში მიდევს basic-ში ოპტიმისტ. პოზიტიური გამოცდილება მეც მქონდა, მაგრამ ზოგადად მე ვხედავ ტენდენციას ჩემი სუბიექტური დაკვირვებით, რომ წავედით უარესობისკენ რაღაც მომენტში. მოდი ნახე ეს რაღაც კითხვა. კლიენტი როდესაც მოდის სხვა მკითხვებთან ერთად, მე რასაც ვეკითხები, ჯერ მარტო მაინტერესებს კოვიდი გაატანილი აქვს თუ არა, იმიტომ რომ ძალიან დიდ ანგრევდა ფაქტობრივად ნერვულ სისტემას. აქედან გამომდინარე, რაც ვთქვათ, პანდემიამდე ფიზიოლოგიურ პროცესს გულისხმობდა, არა? არა მარტო, ანუ ისეთ გონება გაფანტული ვარ, ანუ ის რაღაცები საკუთარ თავს ვეღარ ვცნობ, ანუ ნახე ადამიანების ცხოვრება დაიყო თითქოს პანდემიამდე და პანდემიის შემდეგ. ხო და ანუ ეს იმის გამო იყო, რომ აი მანდ მთავარი კითხვა ფსიქიკას იმის გამო ანგრევდა, რომ თვითონ ვირუსი მოქმედებდა ფსიქიკაზე როგორც ეგ ერთი და მეორე იმის გამო რომ რაღაც რწმენები ჰქონდა რომ კოვიდი გკლავს და ამის გამო გენგრევოდა ფსიქიკა. ანუ ნახეთ ჯერთი რაღაცა უცნობია ისე ხო წევა ხო თქვით ანუ ის უყურს ნაცნობი ანუ უკვე სტრესი არის რაღაცა ვირუსია როგორც იმ ქალმა რო და კომენტარა ხო გკეტავენ იგებ რომ ვიღაცები იხოცებიან და ნუ ძალიან დიდი სტრესი არის კაცო ანუ ეს მე მგონი ჯერ კიდევ ვერ გამოვედით პოსტკოვიდური იქიდან რა ქვია რაღაც კუთხით დეპრესიიდან არა მაგრამ ნუ ხო რა ანუ სტრესიდან იმიტომ რომ კიდევ ერთხელ პოზიტიურს იმას ხედავ უბრალოდ თუნდაც იქ სამსახურეობრივ ნაწილში ვიღაცები მიხვდნენ რომ არ არის აუცილებელი დილის 9-დან საღამოს 6-მდე იქ ოფისში იჯდე და ან საერთოდ ოფისში იჯდე კი ანუ მივესალმები ზოგი ნუ ვერც მიხვდა მაგ ყველაფერს და მაინც მე მიყავდათ იმიტომ რომ ვიცი მაგალითად მე რა მე არც დიდღი არ ყოფილი ვარ სახში ან თელი კოვიდის განმავლობაში ყოველთვის ოფისიდან მუშაობ აჰა ოკეი ნუ ჟურნალისტი ხარ ხო პრინციპში გიწევს შესაბამისად ან ჩვენთვის ეგ გაზრება არასდროს არ დამდგარა ოკეი ბაბა ფსიქოლოგებს ვკითხე რა დღეში ვიხავით ხო ალბათ ონლაინ ადამიანს რა უნდა რომ მოვიდეთ სიტყვაზე ხო იცი მე ეს რა ქვია მაინც მაგდროსო ინტერნეტი ჭედავს და ასე შემდეგ და ანუ არა ჩვენზეც ძალიან ისეთი სხვანაირად იმოქმედა მაგრამ ნუ ჩვენც ვადაპტირდით ხო ანუ რამენაირად არ ვიცი მე კიდევ ერთხელ ვიცახი ანუ იმდენად სტრესული იყო თქვენ წეგან ჯენზიზე რო საუბრობდით რა რომ კიდევ ერთხელ მე ანუ არ ვიცი ეპიკურ ასაკში რა უნდა მოხდეს რომ მოგიწევს კომენდანტის საათი მერე შიში, მერე უნდობლობა ამდენი. მერე ის რომ ვიღაცას ეხვეწები რომ ეს პირბადი აიწიოს ნიკაბზე ნუ უკეთია. ნუ მოკლედ ანუ ეს რაც ჯერ მე ურთიერთობების მხრივ რამდენი ოჯახი დაინგრა? ხო აი ეგეთი რაღაცები ხო ანუ რამდენი წყვილი დაიშალა მოდი ასე ვთქვათ რა ანუ თითქოს აი პრობლემები და რაღაცები რაც გაურბოდა მანამდე ორივე მხარე და იპოთეკამაც ვერ გაამყარა ეს ურთიერთობა ხო არსებობს ეგეთი მე მაინტერესებს კოვიდმა ეს ყველაფერი იმიტომ მოახდინა რომ რეალურად სიკვდილის საფრთხის წინაშე რო აღმოჩნდნენ ადამიანები ღირებულებები შეეცვალათ მოდი გულწრფელად გეტყვი მე ძალიან ბევრ ადამიანს საერთოდ ვერ შევამჩნიერ რომ რამის ეშინოდათ იმიტომ რომ კოვიდს ღმერთივით ექცეოდნენ აი სწამდათ თუ არ სწამდათ უფრო ეგრე აღიქონდნენ ძალიან ცუდ რაღაცას ვიძახი ახლა რეალურად მხოლოდ როგორ თქვა რაღაც დოზით განათლებული ადამიანები სვამდნენ კითხვებს ხვდებოდნენ რომ ეს არის ვირუსი რომელიც კლავს შესაძლოა ანუ ლეტალურად დასრულდეს ყველაფერი და უფრთხილდებოდნენ როგორც საკუთარ თავს ასევე სხვებს მაგრამ მე პირადად იმ წამს რა გარემოებაში მომიწია ყოფნა საერთოდ ვერ ვატყობდი რომ ამათ რამის ეშინოდათ ამათ უფრო ისაწუხებდათ რომ ანუ აუ ხო პანდემია თუ რაღაცაა და მაინც მივდივართ სამსხურში თუ რაღაც მაგდაგვარი. ანუ ადამიანი რომელსაც ახლა სიკვდილის ეშინია, კი პირბადეს გაიკეთებს.
და ჩემს გარშემო სამწუხაროდ რამდენიმე ადამიანი იცი რის გამო გარდაიცვალა? იმის გამო რომ პანდემიის დროს დაეზარათ ვიღაცებს სახლში ჯდომა, ჭორაობა მოაკლდათ რა, ეს 50+ ადამიანებს მაქვს საუბარი. და თურმე ვირუსი ქონიათ, მიუტანეს ხოს და ის ადამიანი გარდაიცვალა. კონსპირაციული ქელეხები გახსოვს რო ამბობდნენ? ქელეხებზე დადიოდა ხალხი. ხო. აქედან გამომდინარე, ჩემთვის პანდემიის პერიოდი იქცა ერთგვარ საზომად, ვისთან მინდა კომუნიკაცია და ვისთან არა. მეორე უკიდურესობაც იყო ჩემი აზრით ადამიანების, რომლებიც უკვე ისტერიულ შიზოფრენიაში იყვნენ გადასულები იმის. ხო, მაგრამ გასაგებია. არა, ნახე, ნორმალური, ეგ ნორმალური რეაქცია. თავდაცვის თემა. ეგ თავდაცვის თემა, ანუ. ვერ არის ნორმალური მაინც. ჯანსაღი, ანუ რაღაცა, ანუ არიცი, არ გინდა სიკვდილი და კი გეშინი. ახლა მაგ დროს ვერ ეტყვი ადამიანს რომ დაწყნარი. ზუსტად ეგ სიტუაცია წეღარ რას ვიცახდით, ანუ ვერ ეტყვი ადამიანს რომ აი დაწყნარი. ადამიანები, რომლებიც ისტერიულად ითხოვდნენ, რომ ჩაგვკეტეთ, ანუ აბსოლუტური გააზრების გარშე ყველაფერი ჩაკეტეთ, არავინ არსად არ დადიოდეს, ანუ ჩემი აზრით ეგ არ არის. არა, ნახე. სხვებზე არ არის ნორმალური, რა თქმა უნდა. მაგრამ მე სიტყვაზე ვიძახი ხო, ანუ მე თუ მაქვს. ხო. უბრალოდ იცით რა არის, highlight-ის თემაში გამოიკვეთა ჩემთვის ადამიანების უპასუხისმგებლობა მაგ ნაწილში რა. როგორც საკუთარი თავის წინაშე, ისე სხვის. ან მე ვერ დამაჯერებს ადამიანებს თუნდაც იმ პერიოდში, რომ წეღარ ვიძახთ, ხო იცი, ნიკაპიტან მაინც ემოთა იცი ეს პირბადე თუ რაღაც მაგდაგვარი. ანუ რომ უპასუხისმგებლობას ვლაპარაკობთ, როცა ანუ მეც ჩემს სულეთია პირცებში, ანუ მოკვდები თუ ვარ და კიდე შენთან მოვდივარ. და რა თქმა უნდა, ანუ მე თუ ჩემი თავი ანუ არ მაინტერესებს, შენ საერთოდ არ მაინტერესებს, ეხლა მე მაინტერესებს რაღაცა ჭორი რის გამოც მოდივარ შენთან. ანუ ეს არის ხო და დაინცად შეეხება კიდევ ერთხელ ანუ ჯენზის ზუსტად ანუ გაუმარტივდა სიტყვაზე ვიძახი ის ანუ ადაპტაცია ეს ოღონდ ჩემი დაკვირვება არის ანუ არავის არ ვახო ანუ ამას თავს მაგრამ რაც შეეხება თქვათ მილენიალებს მიუხედავად ეგეთი გამოცდილებისა წეღარა მიმიცახსენე მაინც რთული გამოწვევა იყო ძალიან რა ანუ ძალიან მაგრამ მე რაც მაწუხებს ხოლმე ანუ აქამდე თუ არ ვაკითხავ და მაინტერესებს კი ანუ კოვიდი გაატანილი აქვს თუ არა იმიტომ რომ და ცენტრალურ ნერვულ სისტემას რადგან აზიანებდა მე სამჯერმა გაატანილი და ანუ ხო მეც შეცვლილი ვიყავ მე უბრალოდ რაღაცა მეც მომიწია საკუთარ თავზე მუშაობა და ცალკე მკურნალობა ამიტომ საკმაოდ ის თემა მაგრამ ურთიერთობასაც შეეხება ხო ანუ ეგ არის რა ანუ ბევრი ადამიანი დარჩა საკუთარ პრობლემასთან აესე ახლოს და რაღაცები არ მოეწონათ მამამდე გაურბოდნენ უბრალოდ და კოვიდმა დაანახა ანუ კარგი ეფექტია რა კი ბატონო აი სოციმედია მაგ კუთხით რას გვიშვება ანუ ერთი სოციმედია როგორც პროფილი და რაღაცა თვით გამოხატვის და გავრცელების ფორმა შენი ინფორმაციის და შენ შესახებ ინფორმაციის აი ხო ამბობდით წერან რომ რაც გვინდა რომ ვიყოთ თუ რაღაცა იმას ვაკეთებთ ხო და იმას წარმოაჩენთ fake it till you make it ხო რა და მაგისიც ამჯერა ბოლომდე მაგრამ რაღაც მომენტებში მუშაობს გამომცდია კი და მეორე მხრივ როგორც კომუნიკაციის საშუალება. ხო, იყო ერთი პერიოდი კაცობრიობის ისტორიაში face to face, ერთ-ერთზე კომუნიკაცია, ერთი ბევრზე ფიზიკური კომუნიკაცია, მერე გაჩნდა ნუ წერილი, პოსტა, ტელეფონი, ტელეგრაფი, რადიო, ტელევიზორი და ასე შემდეგ. გავრცელების სხვადასხვა ფორმები. აი ხა დღეს ამ ეპოქაში, სადაც ჩვენ თან აი ამ პლატფორმებს მოვიხმართ აქტიურად თვით გამოხატვის საშუალება და თან პარალელურად ამავე პლატფორმებზე ან სხვებზე ციფრულად კომუნიკაციას ვახდენთ ადამიანებთან ძირითადად ტექსტით, ან მიმებით, ან ვიდეო კონტენტით, ან რაღაცით. აი ამან რა შეცვალა ურთიერთობებში? ურთიერთობებში როგორც პირადში თუ? პირადში. მე დავამატებდი მანდ კიდე დეითინგ აპლიკაციებსაც. ხო, კი ბატონო. იმიტომ რომ მე აღარ ჩამოვთვალე რაში ვიყენებთ, ხო და ნუ ხო, ის რა ქვია მე ცალკე გავიხვანე. კი ბატონო. მე რა გეტყვით რატოც. წეღან ისევ ანუ ანას დავესესხები ილუზია ახსენა. მაგალითად აი გაგიმართლა რომ ილუზია ახსენებს. ძალიან მიყვარს ხო, იმიტომ რომ ადამიანებს უყვართ ილუზიაში ყოფნა და მე მაინდა გამოსვლა ხომ ყველაზე მტკინეული, მაგრამ არა უშავს. სჯობს მაზეկ ვიდრე არასდროს. ილუზიას გიქმნის რომ პირობითად თუნდაც იგივე პირადი ცხოვრების ანუ აწყობის კუთხით დიდი არჩევანი გაქვს. ოკეი, საინტერესოა. აი, ცოტა ხანი დაუკვირდი, ანუ
იგივე 8 მილიარდ ადამიანზე წვდომა მაგა 8 მილიარდ ადამიანზე არა, მაგრამ არიან რა, ეს ადამიანები ვისთანაც შემიძლია მე პირადი ავაწყო პრინციპში, მიხვდი? ჯერ ხო ის ხატი უნდა დაიმთხოს იმას, რა მოლოდინიც გამიშდა მე სოციალურ ქსელიდან ეს ერთი. მეორე, რაც უფრო დიდხანს წელავენ ამ კომუნიკაციას და რაც უფრო გვიან ხვდებიან ერთმანეთს პირადად, ფრუსტრირებულები რჩებიან ხოლმე საბოლოო ჯამში. მოლოდინი იქმნება? რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ადამიანი საცა პირად კომუნიკაციაში ესე გატყუებს რაღაცებს და შე კი არ გატყუებს, შე თავის თავს ატყუებს, კაცო. წარმოიდგინე წერილობითი ფორმით როცა ხდება ყველაფერი, იქ რამდენი მე არ ვიცახი რომ იტყუებიან, მაგრამ მე ვიცახი რომ არ არიან ბოლომდე გულწრფელები. ასევე ალბათ სხეულის ენას და ვერაფერს ხედავ იმ ხო, ადამიანს რა უყურებ, რაღაცა გრძნობს, თუ არაფერი, რა ვიცი, მილიონი რაღაცა არსებობს ეგ. ესე იგი, ადამიანი გავიცანი რაღაცა სოციმედია პლატფორმაზე ან დეიტინგ აპლიკაციაზე. სიღრმე, რაც შეეხება სიღრმეს ურთიერთობებისას. მე თუ მკითხო სოციალურ მაქსელმა წაიღო არ ვე ყველაფერი ზუსტად. სიღრმეში არ გულისხმობ იმას თუნდაც ახლა ვსაუბრობთ, ხო? მაგრამ ნახე, ისე თუნდაც TikTok-ს და იმ რაღაც ალგორითმებს დაუბრუნდებით და იმ რაღაც უცნაურ coaching-ურ ვიდეოებს, იმიტომ რომ ბევრი ილუზიის გარშემო იმყოფება დღეს ადამიანი, გონია რომ ურთიერთობა უნდა იყოს ძალიან მარტივი. თუნდაც საყურაო ადამიანთან, ვისაც იპოვი. პრინციპში დიდად რაღაც გაცნობას არ საჭიროებს, იმიტომ რომ ხო უკვე ვიცი ყველაფერი უწერია კაცო თავის იმაში, about-ში. ეს არის ხო ამის იქით რა სიურპრიზი უნდა დამხვდეს, ხო? და ის რომ ადამიანს იქ რაღაც თავის ადამიანი რა ხარ ხო არის გამოცდილება რაც გაგაჩნია და მე ამის ინტერპრეტაციას კიდე როგორ ახდე მე შენ როგორ გაწვდი ამ ყველაფერს და საერთოდ საიტკენ მივდივარ მიზნები ოცნებები რაღაცა ყველაფერი ემთხვევა თუ არა ძალიან ზედაპირული გახდა ურთიერთობები აი რა შვები როგორ პირობითად ვიცი სადაიკარგე წერენ რომ აი ნაცნობი რო წერს კიდე გასაგებია იმას უკვე იცნობ მაგრამ როდესაც უცხო ადამიანს წერს ვიღაც როგორ ხარ რა შვებია შენი გაცნობა მინდა თუ ანუ არ მინდა ხო ხა მე ვერავინ გამწევს იმიტომ რომ მე ესეთი ტიპი ვარ ცოცხალი მაგრამ ამის ჯანსაღი ფორმა არ არსებობს რა ვახარ რა შვები შენი გაცნობა მინდა ლამაზო თუ რაღაც კიდე ფამილიური რაც ჩემს კი ანუ ვიღაც მოდის ეგრევე შენობით გელაპარაკება და მაგაზე ეგრევე ეს მილენიელი იყვნენ მე მაინტერესებს აი ამის ჯანსაღი ფორმა თუ არსებობს ზოგადად რომ აი ვიღაცა გაიცნო სოციმედიაში ვთქვათ და მალევე ჯერ ერთი სოციმედიიდან გაცნობა მე თუ მკითხავ ინტროვერტების თავშესაფრად იქცა რა და ექსტროვერტები ვინც ვიყავით ან ცოტა ისინი ვისტრესებით ჩვენ გასაგებია რომ ეს კომუნიკაბელურები ვართ და ასე შემდეგ მაგრამ ანუ რაც შეეხება გაცნობას ანუ არ მინდა იქ რომ წერ მე მეორე ანუ ზოგიერთი ადამიანი არის რომ ეს მესიჯებში ისევ ინტროვერტებს დაუბრუნდები ნუ ეს მაინც სკალა არის ანუ ინტროვერტი ამბივერტი ექსტროვერტი მაგრამ თუ აი ვიღაც ვისაც ვთქვათ ლაივში კომუნიკაციები ესე უჭირს ხო გახსნათ რომ ისაუბროს იმისთვის ის იქ ანუ აკვარიუმშია და ლაივში რომ ხვდები ხმას არ იღებს ხო, მაგრამ ერთი კითხვა გამიჩნდა მე მაგალითად ხა ინტროვერტი ვარ და ძალიან შენ ხო ძალიან დამუშავებული ისეთი შეძენის სკილები გაკეთე. ისეთი კითხვა გამიჩნდა რომ ანუ მე რომ მაგალითად ინტროვერტი ვარ და ადამიანს წერ გაცნობის მიზნით ან ოჯახის შექმნის მიზნით კი არა პირობითად ანუ მე რომ ადამიანს წერ როგორც ინტროვერტი მე არ მინდა მასთან შეხვედრა მაგას იძახი ეს არა მაგას არ ვიცახი რა გამოვიწერე რა ჩამოვიდა დავიჩაგრეთო ის ექსტროვერტებიო კლავიატურის ლომი რო ხარ შენ არა ზოგადად ვამბობ ინტროვერტი ხო მე გამიმართლა როცა ხვდები მე ანუ აბსოლუტურად სხვა ადამიანი ხარ ვიდრე მოდი ერთი წამი თავარი წაიშალა პირადი საზღვრების ნაწილში რაც შედის ანუ ეგენის წაიშალა ძალიან გაბლარული არის ყველაფერი რაც შეეხება სოციალურ ქსელს ჩემი კითხვა სხვა იყო. ანუ რომ ამბობდი რომ ექსტროვერტები დავიჩაგრეთ, იმიტომ რომ ინტროვერტების თავშესაფარი გახდა ესეთი კომუნიკაცია. ძალიან ისე თქვი ეგეც ხო უტრირებულად. თავი იგრძნო შეურაცხყოფათ ნახე წარმოეიგო. მართლა მაინტერესებს რა ეს თემა რომ ანუ მე ხო არ ვიცი ხა ჩემი გამოცდილება შემიძლია გავიაზრო ესე მაგრამ სხვისი გამოცდილება არ ვიცი. ანუ არსებობს ბევრი ინტროვერტი, რომელსაც უნდა ესე ჩატაობა თუ რაღაცა და შეხვედრა არ უნდა, ესეთი ტიპებიც არსებობს. არა, შეხვედრა არ უნდა, შეიძლება რაღაც სამზდისი დაჭირდეს. იმიტომ რომ მე თუ ვიღაცას მივწერე და გაცნობა მინდა, ავტომატურად მისი გაცნობა მინდა რეალობაშიც, ხო? არსებობენ ისეთები. ანუ ნახე, მაგიტომ ჩემი შეცდომა არის მე რო ვახსენე საერთოდ ინტროვერტი, მაგრამ კაი, მოდი ადამიანები, რომლებსაც კომუნიკაციის სკილებში ანუ ცოტა უჭირთ, მოდი ამას ვიტყვი. მე ხუთი გამბედავები არ არიან და საკუთარი თავის პრეზენტაციას ლაივში ისე ვერ ახდენენ, როგორც საჭიროა. დავივიწყოთ ინტროვერტი, ექსტროვერტი. მოდი ასე ვთქვათ რა. ეს ადამიანი თუ წერილობით ფორმაში, ანუ ეს მწერთ. აი მე მაგალითად ანუ არ მიყვარს რომ წერს. ანუ მაქსიმუმ ნაცნობი და ეხლა კიდე უცხო ადამიანი რომ წერს, არ ვიცი აზონა ველაპარაკო იმას, მაგრამ ვიღაც ეს ხო კომფორტის ზონა არის.
ხო, მაგრამ ანუ იმას ხო მაინც შეხვედრა უნდა საბოლოოდ და არ არის ხშირად, ეგრე საიდან მოიწერა უეჭველი შეხვედრა უნდა. ესე ზოგადად თეორიაში კი, მაგრამ 2 თვის მერე ენდომება თუ საბოლოო მიზანი დანიშნულების ადგილი ხო შეხვედრა არის რეალობაში, ხო? ის კომფორტის არა. აბა რატო წერენ? მოდი ერთ წამი გეტყვი, არ ვიცი მე ხა შენ გწერენ თუ აღწერენ, მაგრამ ჩემთვის მაგალითად თუ გამიმართლა მწერენ ანუ. სხვებზე რომ არ ვილაპარაკო და ჩაჭირი ამ თემას. ბარემ, ხო, ერთი წამი მეც მაინტერესებს რა. ადამიანები მწერენ უბრალოდ იმის გამო, რომ დრო გაიყვანონ. ეგ სხვა რაღაცა. არა, რატოა სხვა რამე, ადამიანი თავიდან რო გწერს უეჭველი იცი რა წერს. ამიტომ მე დაბლოკილი მაქვს უცხო ადამიანების მოწესრიგება. მესენჯერი წავშალე ბოლოს. იცი რა კარგად ვარ, ბრწყინვალე თუ არა. ანუ მოდი გავიცნოთ ერთმანეთი და დროს გავიყვან, ეგ არის თემა? არა, ერთი მაგარი უცნაური кейსი არის, პრინციპში ანუ ის არც თერაპიულ ნაწილს არ ეხება და უბრალოდ ჩემი პირადი გამოცდილება, იმას დავწერ, მართლა პირი დავაყე, ეგეთი რამე ანუ არ მინახავს ანუ არსად რა. ადამიანი მწერს, გამეცნო რაღაცა ანუ ეს, ერთი 3 წელიწადამდელი ამბავია ალბათ. და კარგი იუმორი ქონდა ამ ადამიანს. მე ძალიან ვაფასებ ადამიანში იუმორს. აი მანდ უკვე მეც შემიძლია რომ ესე რაღაცნაირად შევარდე მე ფამილიარულად, მაგათელები. და რაღაც წავიდე საქმიანობაზე საუბარი. და რასაკეთებ ანუ მეთქი ანუ უნდა დავიძინო, მე ვერ ვიტან გვიანაც რომ წერენ. უბრალოდ ამ ადამიანის იუმორის გრძნობის გამო ვაპატიე და რაღაც. მე კი შენ რა შვები ხო და აი მე რა ვიცი აი ესე დრო გამყავს. რაღაცაზე ცოლი ახსენა. და მაგრა ვიჭერი რა, იმიტომ რომ მეთქი რა ხდება, რატომ რევენ თუ რაღაც და არა, ის თავის PlayStation-ს თამაშობს, ეხა მოვიდა სამსახურიდან დაღლილი არისო და მე დრო გამყავსო უბრალოდ. და აი თავი როგორ ვიგრძენი, იცი რა მეთქი შენ და რა? და ანუ ხო, და ჩემს ცოლსაც ევასება შენი კონტენტი. აი სიტყვით ესე მითხრა. ეხლა ძალიან თავს იცნობს ამ პოდკასტში და შერცხება. იცი რა, არ პირდაპირ უკვე უთხარი ის თერაპევტს არ ყვები, რაც მე არ ველაპარაკე ამ ადამიანს, მაგრამ სხვა რამის თქმა მინდა, ადამიანები დღესდღეობით იმდენ რამეს გაურბიან სოციალურ ქსელების მეშვეობით, სოციალურ ქსელი არის ეგრე თავშესაფარი იმის, რასაც არ გინდა ჩახედო რეალურ ცხოვრებაში. მე ხო არ ვსაუბრობ იმ ადამიანებზე, ვინც ხვდები, აქაც აქტიურები არიან, აქაც აქტიურები არიან და მალაგებენ თავის ცხოვრებას, რომ მაგრამ სოციალურ ქსელი არის ეგრე თავშესაფარი უბრალოდ. მე ხო მე ვარ მანიპულაციების თემა რო აიღო იგივე, ანუ როგ წერენ, ანუ კარგად ხვდები, ანუ ვინ რას აკეთებს, მე მეორე სოციალურ ქსელები რო არ ყოფილიყო, სულ არ იარსებებ და ეგეთი ცნება როგორც არის გოსტინგი. აუ, ეგ მაგარი რაღაც ახსენე რა. აი, ძალიან ბევრ ადამიანს დასინვა. ანუ დასინვა, ghosting-ი, ეს 1000 რაღაცა ტერმინი მოვიდა რა. ხო და აი როგორც ფსიქოლოგი. მე არა დამსინავი გახლავართ. როგორც ფსიქოლოგი, აი დასინვას როგორ შეაფასებდი? რა სიტყვები რა? ანუ აი თვითონ კითხვიც აი პროფორმა პროსტა როგორც ერთი წამიკითხო რა გამოთქვი. ანუ რა დრომდე მივედით ხო? როგორც ფსიქოლოგი დასინვას როგორ შეაფასებდი? ძალიან კარგად. ხო. არა, მართლა აი რას ნიშნავს? მაგალითად ადამიანმა ნახა და არაფერს არ მწერს თუ რაღაცა. ან რა მნიშვნელობა აქვს დაურეკე და ნახა ჩემი ზარი არ ანუ რამდენიმე მტკივნეული დასინვა გადადადა. რა მნიშვნელობა აქვს სოციმედიაში იქნება თუ რაღაც. ეს ხო ლაივში როგორ უნდა დავსინო ერთი წამი რას ქვიან. ლაივში დასინვა რა არის, იცი? რომ დაინახავ გამარჯვებას არ ეთქო ნივიჟი. ხო, ეგ ერთი და მეორე ghosting ახსენე, ხო? ანუ აი დასინვა და ghosting-ი სერიოზული თემაა, იმიტომ რომ საკმაოდ სერიოზულ პრობლემებს იწვევს. ნახე, ამ დროს როგორ თქვა, ხო იცი და გაიგნორებ შენს არსებობაში ეჭვი შეგეპარებაო. ანუ როცა გინდა რომ ადამიანის არსებობაში ეჭვი შეიტანო, ეს არის ერთ-ერთი ფსიქოლოგიური იარაღი, რომელსაც იყენებენ იმისათვის, რომ ადამიანზე გარკვეული ძალაუფლება მოიპოვონ. აქედან გამომდინარე, თუ მე ვიღაც უცხო არ მწერს წერა როგორც თქვი, ანუ საქმე ეხება ნაცნობ ახლობელ ადამიანებს, ყოველთვის გაითვალისწინეთ, რომ როდესაც ადამიანს ჰაერში გამოტოვებულს უპასუხოთ ტოვებთან გააჩნია თემას, ხო, რაღაც სერიოზულად თუ ელაპარაკები მით უმეტეს და რაღაც. მარტო პირადი არა, საქმიანშიც, ნუ ყველანაირში. ხო, ანუ უბრალოდ ნახე უპასუხისგებლობის ნაწილი ცოტა ხანი გვერდზე გადავდოთ, ანუ აქეთ ცოტა აი რაღაც სერიოზულად თქვა საუბრობთ რა. მეორე ადამიანი ძალიან იტანჯება, ანუ ჩათვალეთ, რომ მისი გაუფასურება ხდება და კი, ანუ ეს არის ჩვეულებრივი ძალადობა არის, ფსიქოლოგიური სახის ძალადობა არის. ghosting-ზე აღარაფერს ვიძახი, ანუ ghosting-ი არის დასინვა არის ძალადობა.
არა, პასუხის არ გაცემა. პასუხს არ გაცემა. ანუ ნახე, პასუხს რო არ მიწოდეთ, თქვა კაი, მეორედ კიდე მოგწერეს, ხო? თუნდაც ტელეფონზე რა მიშვა. არა, მე კიდევ ერთხელ ვიძახ, მე ვიძახ, რომ სახა სერიოზულზე მიდის იქ საუბარი, მე არ ვიძახ, შეფეხე მეც უბრალოდ შემთხვევით გამეხსნეს კაცო ტელეფონი და ვიღაცა შემომესინას. მე მავიწყდება ხო, მე გონდა მართლა მავიწყდება, ანუ არა, ეხლა მე ვიძახე რაღაც თქვა დიალოგი რო რაღაცა მნიშვნელოვანი ხდება, ანუ ამიტომ არის რომ მეგობრებო უბრალოდ ლაივში გადაინაცვლოთ ხოლმე ამებს სასაუბროთ, რომ ანუ აი აქ კიდევ ეს ზედმეტი დამატებით სტრესი არ იყოს. გოსტინგსაც შეეხება, ეგეც გოსტინგი არის სერიოზული ძალადობ, ფსიქოლოგიური ძალადობის იარაღია. ანუ გოსტინგს სპეციალურად მიმართავს ადამიანი უეჭველი თუ პროსტა თავის ზოგი გაცნობიერებლად, ზოგი გაუცნობიერებლად. ნახე, ანუ მინდა რომ ეჭვები გაგიჩნდეს. საერთოდ ანუ იქნება ნაწყენი ვარ და აღარ მინდა შენთან ერთი წამი მართლა რა, ერთი წამი თუ ნაწყენი ხარ, ორი წამი მაშინ მომაცადე. ნაწყენი და გაბუტო ჯერ ერთი არის, ანუ ინფანტილური პოზიცია, თავდაცვის მექანიზმია. არა, ანუ ნაწყენი ისევ თქვი ხა, ნუ გაბუტული კი არა, რა, ნუ ხო არიან ადამიანები, რომლებმაც მაგალითად ძალიან დიდი შეურაცხყოფა მოგაყენეს. შენ უთხარი, რომ ეს შეურაცხყოფა ჩემთვის მისაღები არ არის? ოკეი, და ვწყვეტ შენთან ურთიერთობას. ამის მერე არა, მე მაგ შემთხვევაზე არ ვიძახი, კაცო. ეხლა და მერე აგოსტინი შენი ნების წინააღმდეგ თუ აკეთებს ხო რა მაგრამ ეგ кейსი ანუ არ მიგულისხმე აქ არის გოსტინგი რა არის რეალურად მე ადამიანთან მქონდა კომუნიკაცია სტაბილურად ყველაფერი კარგად იყო და უბრალოდ აუხსნელად ქრება უმიზეზოდ ადამიანი მე ეს მეორე მხარე საკუთარ თავში იწყოს მიეზების ზებნას და რაც უფრო დიდი ხანი ესე იმაშობა რა ქვია მიეზებს ეძებს და რაღაცები ანუ ეს ალბათ სპეციალურად ხდება იცი რა არის ხა ანუ არ მინდა უბრალოდ თვითონ სიტყვებზე რომ ორიენტირდა რაღაცები მაგრამ ხო აი ნარცისებს თავის დაუნებურად გამოძდით ხოლმე თორე ანუ ეს ბევრი რამე არ არის რაც შეუძლეთ ზოგ ჩვევაში აქვს ზოგ მე ყოველ სუდი რა არის იცი რომ ინტერნეტის ხანო გააკეთა ის რომ ბევრი манипуляция ხელმისაწვდომი გახდა. ანუ ნახე, მაგალითად ემოციური საქანელები რა არის, დოპამინზე როგორ შევსვა ადამიანს, ჩემთან მიჯეჭულობა როგორ გავუჩინო და ასე შემდეგ. ემოციური საქანელები, რანაირი გამოწყობა. ანუ ნახე და სასცილო ის არის, რომ იმდენად დახელოვნდნენ ამ ყველაფერში, რომ ჩვეულებრივი თამაში გახდა რაღაცნაირად ურთიერთობა ყოველზე თქონდა. რა სიამოვნებას იღებ ადამიანი ამისგან თუ მოცლილი ხარ თუ ნორმალური ადამიანი არა, ეხლა ჩემთან რო ვიღაცა დღეს გამოჩნდა, ხვალ გამოჩნდა, ვეტყვი რომ მეკი კაი ჩემწმა, არ არის პრობლემა, ეთყობა რაღაც, ვარსნამა გარდაიცო, იჰარეთ. ხო, იმიტომ რომ ნახე, ანუ ჯანსაღი ურთიერთობა ხო ის არის, რომ ჩემი წარმოადგენელი დაკავშირდება 4 სამუშაო დღეში. აუ, ჩემი ბანკის ოპერატორი გამახსენდა ისა. ხო, ანუ ჯანსაღი კომუნიკაცია ხო ის არის, რომ მე და შენ საუბრობთ რაღაცაზე, მნიშვნელობა ანუ არ აქვს აქ კონფლიქტია ეს არის, მაგრამ დიალოგი შედგა რაღაცამდე მივდივართ. და ანუ აქ არც ერთს არ გვაქვს იმის ამბიცია რომ ერთმანეთზე რაღაც სახის ძალაუფლება მოვიპოვოთ. მე ხდი უფრო მარტივი სამართავი რო იყო და სხვა დანარჩენი რაც ანუ ამ ყველაფერში არ ჩდება, არის ჩვეულებრივი манипуляция რა. ხო, მაგრამ ეხა მაგ манипуляციის მეორე მხარეს მყოფ ადამიანებზეც მინდა ველაპარაკოთ. რეალურად თუ საუბრობთ იმაზე, რომ შენ თუ ნორმალური საზღვრები გაქვს, თუ სტანდარტები გაქვს, ვერ გახდები ვერანაირი მაგ ტიპის манипуляციის მსხვერპლი, იმიტომ რომ ეთქვი, ნახვამდის ჩემი წარმომადგენელი და გიკავშირდება 4 სამუშაო დღეში, ესე იგი გამოდის, რომ იმ ადამიანებსაც რაღაც პრობლემა აქვთ, იმიტომ რომ მაგაზე წამოეყვნენ. აი ეგეც ილუზია, იმიტომ რომ ნახე ის რომ თუნდაც შენ ხარ თქვათ მაგალითად ფსიქოლოგი ან თქვათ რაღაცებში, კიდევ რაღაცებში ერკვევი, ხო? ეგ არის ილუზია, რომ რაღაც манипуляციას ვერ წამოეგები. ყველა არა, ცხადია, ანუ მე არ ვამბობ, რომ ვერც ერთ манипуляციას ვერ წამოეგები. ანუ იმის თქმა მინდა, რომ მაგალითად მე თუ ვინმე დამაგოსტინგა და ერთხელ ვიკითხე, რომ ხომ მშვიდობა აქვს და არ გამცა პასუხი. და მე როგორ გაატარო, რომ არ უნდა არ, ხო? ხო, არ მელაპარაკება და ნუ მე არც მე არ დაველაპარაკე. აბა ჰეძმაო და ხო, ანუ მშვიდობითი არა თუ როგორც არის. არ გაგიმართლა ჩემ მეგობარებს არ იქნება. ვიღაცა ამისგან იტანჯებაო შენ თვითონ, ანუ რატო იტანჯება კაცო? იმიტომ რომ მაგალითად ნახე ხა ისე მოდი ბავშვობის თემაში რო წავიდეთ თუნდაც ყველას არა. ანუ ადამიანების ნაწილს აქვს rejection და რეჯექტების თემა აქვს რა. როცა შენ განგაგდეს ასე ვთქვათ, იგივე მშობელი იქნება და უარყვეს კი ბატონო. და შესაბამისად манипуляция ხო ისა ეს რომ მე შენ ტრიგერს უნდა გამოვედო და ნახე, ანუ манипуляციებით სინჯავენ, აბა ერთი რომელზე გამოვედები. თუ დაგინახა რომ ეგ შენზე მოქმედებს. ეს манипуляტორი არის ეს მაგალითად მე რო ვიყო манипуляტორი. არ ნეტა არ ვიცი. გამოგივიდო და სხვათა შორის. შენ კარგი манипуляტორი დადგებოდა ანა. ეს ზივარ და ახლა გიორგის უყურებ და აბა რომელ ტრიგერს გამოვიდა, ტესტავ თუ აი რა ანუ
ეს შეგნებულად ხდება თუ აი საიდან მოდის ეს მანიპულაციის სურვილი? ძალაუფლებიდან. ძალაუფლების სურვილი და ყოველს რაღაცა ამძრავ, ზოგს სიყვარული, ზოგს ის და ძალაუფლება რომ არ იყოს, ანუ ადამიანის ერთ-ერთი ესეთი უცნაური ნიდი, ამიტომ რა შემჭირდება ახლა გიორგიზე ძალაუფლება? არა, აქ ძალაუფლებაზე არ არის რომ ახლა რაღაცა ანუ აქ ანუ რა ვიცი, გამოიხე რა თავში მიხლი? შენ რა გჭირდება გიორგის ძალაუფლება მაკაცო, იქნებ სხვა გოგოებს უნდა და გიორგის ძალაუფლება, იმიტომ რომ ისე გიორგი ყურადღებას არ მიაყენს. რა დავაშავე, რა შევწოდე? ჩვენი პოდკასტის მაყურებელ გოგოებს უთხარი შენზე ძალაუფლება როგორ მოიპოვონ? ყველაზე მიღებანი ტრიგერი რა გაქვს? მიდი გამოდი. არა, უნება მაგას რა შევი. მაგას ვერ გავთქვამ. და ჯანსაღად რომ შეთქეს კომუნიკაცია არა. აი მანიპულატორი გამოვიდა და ამით. არა, თან რა საყვარელი, ანუ ეგრევე გამჭირვალედ გამოაცხადა ყველაფერი. აბა რა ის არის, რა ქვია? 4 სამუშაო დღეში ვიტყვი მაგას. არა, სინამდვილეში ეს ტრიგერი პირიქით იყო, რომ იქიდან გოგოები მოგვეზიდა და მე გავერკვეოდით რა. არა, გოგოებს უბრალოდ თუ გინდა მართლა გიორგისთვის ცოლს თუ ეძებ, უნდა დაუხასიათო. ხო, კი ბატონო, მე ჩავერთვები სამწიფრო სამუშაოებში, არ არის პრობლემა. ის კაცი გამახსენა თავის თავს რო ეძებდა თურქეთში. არა, სერიოზულად ვეძებთ, იმიტომ რომ წლიდან წლამდე გიორგი. ანუ თქვენ რატო ეძებთ გიორგი, რატო არ ეძებს როგორც ფსიქოლოგს კითხვა გამიჩნდა. ანუ თემა რა არის ხა გეტყვი. შენ აქ არის ფიქრო რომ მე აქ დედის პოზიციაში არავით არის. მე ძალიან თვითკმარი პიროვნება. საქმე იმაშია, რომ გიორგის წლიდან წლამდე აქვს გარდაუვალი, გადაუახავი პრობლემა, რომ ცოლი ვერ იპოვა. და ანუ ამით შეღონებულები ვიყავართ მეგობრებიც. აუდიტორიაც. და დავდივარ და ვიზახი რომ ხალხო ცოლი ვერ მომყავს. და შესაბამისად ყველას მე გგონია ზოგადად. შესაბამისად ვეძებთ ცოლს მისთვის. თუ იპოვით, მეც გამაგებია. სხვათა სერიოზულად. შემიძლია არ მჯერო. ეს იმდენად სერიოზული საკითხია, რომ მაგალითად აქ დაახლას პრინციპით რომ ხდარვართ რამე მაგიდასთან და რაღაც კარგი სუფრა რო ყოფილა, ბოლოს გიორგის ვეკით, გიორგი, აი რა კრიტერიუმებით ეძებ, მაინც რომ აი იქნებ ვინმე. კონსილიუმი დგება ხოლმე, რომ აბა მოგვიყევი. აბა როგორ რა მოგწონს რა. თაიფი ყავს? ქერა. ყველას ყავს. ყველას არ ყავს. რაღაც დონეზე ყველას ყავს ისე რომ ქვეცნობიერად არ იცის. არც მე. მე მაგალითად არ მყავს. განვითარების ყველა დონესთან ერთად შესაბამისი ტაიპი მქონდა უკაცრავად. აბსოლუტურად იმის საწინააღმდეგო. წვანეთვალება იქნება თუ ეს რა ქვია. ხო, მაგრამ ეხა ფიზიკურად არ ვიძახი ზოგადად განვითარების მიხედვით სხვადასხვა რაღაც თვითცებას აფასებს. მე მაგალითად ერთადერთი იმოთხოვნა, მაგ ყოველთვის იუმორის გრძნობა უნდა ქონდეს აუცილებლად. მაგის გარეშე პროსტა. ეგ ემოციური ინტელექტი გდომებია და ვერ გაგიგია. არა, რატო ვიკითხე ტაიპს თემაში, იცი, იმიტომ რომ შეიძლება თქვა თუ ვიღაცა მოგეწონოს ეს, მაგრამ აი ტაიპში არ ჟდებოდეს, იმიტომ რომ ვიღაცა სევასება შავგრაბნები. ან რა თუ იქნება? ცოტა შავი იუმორი თუ იქნება. ხო, შავი იუმორი თემა. აი, ეხლა რა ვქნათ? ურთიერთობების მომავალიც რომ ანუ მაზეგ რა ხდება ურთიერთობებში? აი ჩვენ ანუ ჯობს მაზეგ ვიდრე არასდროს ურთიერთობებისთვის რა არის? აი დასასრულისკენ მივდივართ უკვე ნენელა და ძალიან მნიშვნელოვანია, აი ვისაუბრეთ წარსულზე, სოციმედიაზე, კოვიდზე, დასინვაზე, გოუსტინგზე, გასლაიტინგზე, გამართლებაზე, ყველაფერზე ვისაუბრეთ, ჩემ ცოლზეც ვისაუბრეთ. ემოციური საქანელები არ გამომიტოვოთ. ხო, ემოციურ საქანელებზე ვისაუბრეთ. შენ ცოლი რა პოპულარულია პროსტა ახლა. ხო და ეს მომავალში ნახავს ამ პოდკასტს დარწმუნებული ვარ ამ ეპიზოდში. ხო და ვეტყვი რომ რაღაც აი 2026 წელს შენზე ვსაუბრობდით ფსიქოლოგთან ერთად. ხო და მომავლისკენ აი სად მივდივართ ამ ურთიერთობებში, რა ხდება? ანუ 10 წლის მერე, 50, 100 წლის მერე, აი როგორ წარმოგიდგენია ეს ურთიერთობები, რა შეიცვლება ძირითადი რაღაცებიდან? იცი რა, მე უბრალოდ ოპტიმისტი ვარ. და მგონია რომ და თუნდაც იქიდან გამომდინარე რომ ეს ფსიქოლოგიით ძალიან ბევრი ადამიანია დაინტერესებული, იგივე თვითრეფლექსიით ბევრი ადამიანი დაკავდება ამასობაში და იმაში მაინც გამოერკვევა თვითონ რას ეძებს. აი ეს მაინც რო გაიგოს, იმიტომ რომ დღევანდელი პრობლემაც ხო ეგ არის, ხალხმა არ იცის რას ეძებს და უბრალოდ შედიან ურთიერთობებში და მე იქ გადიან იმ იგივე იმებს, რა ქვია, ფაზებს, რასაც ჩვეულებრივ შეყვარებულობის დროს. ხო, მართლა ეგრე, ანუ რა ვეკითხები, რატო შეხვედით თუნდაც ჩემს მეგობარს. რა ვიცი, აი მეგონა რომ რაღაც რანაირად აწყობთ ამ ვერ გავიგე მოკეთ, ანუ რა ხდება ახლა, ანუ მივყევი დინებას. ხო, აი დინებას, მე დინებას მკვდარი თავზები მიყვებიან, ელენა კოელიო თუ რაღაც. ანუ მარტო მაგის იმედი მაქვს, რომ ადამიანები უკვე დაინტერესდნენ საკუთარი თავით.
აი წაღარ საუბრობთ თუნდაც იგივე ცრუ და რეალურ სურვილებზე რა, აი ვის რისი მოთხოვნილება აქვს, ხო? იქნებდა ამ ადამიანს ეს ინსაიტი ქონდეს, რომ საერთოდ არ ჭირდება მეორე ნახევარი. პირობითად ვიწახი. უკვე ხო კარგია მეგობრებო, იმიტომ რომ სხვებს აღარ გააუბედურებს, აღარ შევასხვა ურთიერთობაში და ასე შემდეგ. ანუ ნახე. საინტერესოა. ხო, აი მე მაგის იმედი მაქვს, რომ ეს რადგან ფსიქოლოგია მე თუ საკმაოდ პოპულარული გახდა სოციუმში, ბევრი ადამიანი манипуляციების შესწავლით კი არ დაკავდება და ის ყოფილი როგორ დაიბრუნოს 10 დღეში თუ რაღაც კიდე უბედურებით. არა, მიმართავს ამ ფოკუსს საკუთარ თავზე, თვითჩაღრმავებით დაკავდება, გამოაყენებს თავის რეალურ სურვილებს და მე მაგის მიხედვით დაიწყებს ურთიერთობების აწყობას. მე ის რა ქვია, სხვადასხვა შეეხება კიდევ ერთხელ ვიძახი, ანუ ხელოვნური ინტელექტი, ანუ არ ვიცი მართლა ეხა რამე, ანუ ავატარებს თუ არ გავყევით მე ცოლად და რაღაცა, ანუ ეს ალბათ ძალიან მომავალშია, ხო? ავატარი მიყავს. ჩაინიშნე. ჩაინიშნე. ჩემი ტაიპი არის ავატარი. ხო, რა ვიცი, ანუ არ ვიცი, მაგრამ მინდა რომ ისე როგორ თქვა, ანუ ემოციური ნაწილში კიდევ უფრო ეს სიახლოვე ის დეფიციტს არის ახლა ურთიერთობებში, ანუ აი ეს ისე რაღაცნაირად დაბრუნდეს, მაგრამ აი ხელოვნური ინტელექტი ახ მაგაში ხელს მიშლის, ჩემი აზრით. სამწუხაროდ. ან ნახე, რამდენიც ინფორმატიულ დონეზე წინ მივდივართ და თვითონ ფსიქოლოგებიც აქტიურად თანამშრომლობთ ხელოვნურ ინტელექტთან, იმდენად ურთიერთობების კუთხით, ანუ თუ ამას აი თავის რაღაც რეგულაცია არ იქნება და თავის ადგილს არ მივუჩენთ ამ ხელოვნურ ინტელექტს, ყოველთვის მართლები ვიქნებით ყველანაირ კონფლიქტში, ყველანაირ ურთიერთობაში. მაგის გარდა, მაგ საფრთხის გარდა შეიძლება ისეთ ტიპის ურთიერთობებამდე მივიდეთ საბოლოო ჯამში, როგორც მაგალითად ფილმებში გვინახავს, როდესაც ადამიანებს ხელოვნური ინტელექტი უყვარდებათ მართლა? ანუ სადაც ის გასაბერი თოჯინები ყავდათ, ახლა დიდი ამბავი არ ჯობია რომ ლაპარაკობდეს კიდევაც, რა ვიცი I am your AI girlfriend. ეგეთი რეკლამა გინახავს? შენ ცოლად AI-ს მოიყვან, მოკლედ ეს საჭირო. არ ვიცი, მაგრამ ურთიერთობასაც შეეხება კიდევ ერთხელ არ ვიცი, უბრალოდ მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, ის რომ სადაც ხელოვნური ინტელექტი იქ დაეწევა რეგულაცია რაღაც, კანონმდებლობის დონეზეც კი და აქეთ ფლანგზე ის მიხარე რომ ადამიანები თავისთავად არიან დაინტერესებულები და კი საკუთარი თავი თუ არ დაინტერესდი, ბედნიერი ვერ იქნება ვერც იმ ურთიერთობაში, ვერც იმ კარიერაში და ვერც ვერსად, ასე რომ ვერც ხოლ ვერც მაზეკ. ვერ. თუმცა ჩვენ ამაზე არ გავჩერდებით და აუცილებლად იქნება მაზეგ და აუცილებლად იქნება კიდევ ბევრი საინტერესო საუბარი. ჯობს მაზეგ ვიდრე არასდროს. ხო, ახალი სლოგანი გვაქვს. ჯობს მაზეგ ვიდრე არასდროს. შემდეგ მაზეგამდე. მე გემშვიდობებით და ჩვენ გემშვიდობებით შემდეგ მაზეგამდე. არ დაგავიწყდეთ ჩვენი არხის გამოწერა და აბა შევხვდებით ერთმანეთს. მაზეგ. ნახვამდის. ნახვამდის.